საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. ვისია თბილისი და რა ფასი აქვს მის წარსულს. დღეს გადაცემაში ისტორიული უბნები, რომელიც ინგრევა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ათწლეულებია აღდგენას, საკადრის ზრუნვას ელოდება. ქალაქი, რომელიც უარს ამბობს თავის ისტორიაზე. დიპლომატიური ინტერესი მოსახლეობის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის საელჩოს ჰეიდარ ალიევის ცენტრის ასაშენებლად მიწა არ ყოფნის. მთავრობა კი მცხოვრებლებს საელჩოს მეზობელი ეზოდან გასახლებით ემუქრება. და ბოლოს პირველი ქართული კინოთეატრი აპოლო კვლავ იყიდება. რაბედიელის აპოლოს. რა დარჩება თბილისისგან? პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ. თამარა მაშუკელი, ხელოვნებაცოდნე, საბა ბუაძე, თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრი, ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი. და გამოტონი მაია მანია, ხელოვნებაცოდნე, მე პირდაპირ გადავალ იმ საკითხებზე. საბა რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება და პირდაპირ შემოვა სტუდიაში. თამარ, მოდი დავიწყოთ იმ ბოლო მნიშვნელოვანი ინფორმაციით, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პირდაპირ შეეხება, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ეს არის უკვე მიღებული კანონი, ჯერ არ მე ორი მოსმენით უკვე მიღებულია. პირველი თუ ორი მოსმენით არის? მაშინ პირველი იყო და დღეს თუ მიიღეს მეორედ აღარ ვიცი. შეიძლება ჩვენ უკვე ისე მივეჩვიეთ, ხო, დაჩქარებული წესით მიღებას, რომ რატომღაც ჩავთვალე, რომ ორივეთი უკვე მიღებული იყო. ამ კანონ პროექტზე დაახლოებით რა წარმოდგენის ხართ თქვენ ხელოვნებაცოდნეები, რა მოლოდინები გაქვთ და მოსახლეობას რა აუხსნათ კარგად? ხელოვნებაცოდნეები, არ ვიცი, ჩემი წარმოდგენებს გეტყვით ზოგადად, ახლა ვერ განვაზოგებ ვის როგორი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა არის, თან შეიძლება შეიქმნას ძალიან დიდი პრობლემა. თქვენ თქვით, რომ შეიძლება შეეხოს, შეიძლება არა, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ამისთვისაც არის მიღებული ეს კანონი, რომ ფონდი, რომელიც ასრულებს თბილისში ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროგრამებს, მათ დროში ეწელებათ გარკვეული პროცესები. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესების გაწერა ხშირად არაკომპეტენტურობასთან არის უფრო კავშირში ვიდრე კანონის რაღაც ხარვეზებთან. ის კანონი, რომელიც გვაქვს, ისიც რომ ამუშაონ, ისიც საკმარისია და არაფერს შეარ ყო საჭირო ახალი კანონის მიღება, რომელიც ამბობს, რომ პირდაპირ მოდი კანონი გავმარტოთ, პირდაპირ უპირისპირდება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც წერია, რომ და არ მარტო ეს ჩვენი კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იზიარებს იმ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გავრცელებული საერთაშორისო. ვასრულებთ თუ არა ეს მეორეა, მაგრამ კანონი ძირითადად იზიარებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის მიხედვით ისტორიულ ძეგლზე არის კულტურული მემკვიდრეობა თუ არ არის კულტურული მემკვიდრეობა, ამასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, დაუშვებელია რაიმე პროცესის დაწყება კვლევის გარეშე. ობიექტი უნდა იყოს კარგად გამოკვლეული, უნდა იყოს აზომილი, უნდა გაკეთებული იყოს ნახაზები, კროკები, ყველაფერი მოგეთ შესწავლილი. ანუ ეს უნდა არსებობდეს ნებისმიერ უნდა ამის შესწავლის საფუძველზე დგება შემდეგ პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე ხდება შემდეგ სარეაბილიტაციო საქმე და ყოველთვის და ყველგან ესეა და ამიტომ რეაბილიტაცია ცოტა ხანგრძლივი პროცესია, რომ თუ პროცესში შენობის გახსნის დროს აღმოჩნდა რაიმე მნიშვნელოვანი, მაგალითად გუდიაშვილის მოედანზე როგორც აღმოჩნდა სარდაფები და მთელი არტეფაქტები ამოვიდა, უნდა გაჩერდეს პროექტი, დიახ, მთელ სოფლიოში ესეა და მოხდეს კორექტირება პროექტის. თუმცა აქ იშველიერებენ ასეთ რაღაცას თქვენი ოპონენტები, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტს ძალიან მძიმე დააწვევა ის ხარჯები, რომელიც თქვათ დიდი ხნის განმავლობაში ამ შესწავლის პროცესს თქვათ ჭირდება და გასახლებული ადამიანების თქვათ გაყვანას საკმაოდ დიდი ხარჯები ახლავს თან და რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, მით უფრო მეტი თქვათ გადასახადი აწვება ბიუჯეტს. ეს არის მარტი არგუმენტი. აბსოლუტურად ანუ მესმის, მაგრამ ეხლა ჩვენ ამ მიმართულებით რომ წავიდეთ, რომ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ და ეს ძალიან კარგად იციან და არაერთხელ ყავდათ უცხოელი ექსპერტი ჩამოყვანილი, რომელმაც არაერთხელ დაუწერა ერთი და იგივე დოკუმენტი შეუქმნა, რომელშიც წერია რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ აი ეს ფინანსური დატვირთვა მოიხსნას. ამაზე ხა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, დრო არ გვეყოფა, მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ, და რასაც კანონი ამბობს, პრაქტიკულად გვეუბნება, რომ ჩვენ რომ ფული დავზოგოთ და დრო დავზოგოთ, ამისთვის გვირჩევნია, რომ მთლიანად აღვგავოთ მიწისაგან პირისა ისტორიული მემკვიდრეობა. ანუ დავანგრიოთ თუ
პროცესში შემოგხვდა პირდაპირ ესეთი განმარტება იყო საარდაფი არტე ფაქტი ჩვენ ამის გულისთვის ვერ გავჩერდებით რა ვერც იმაზე ვერ გავჩერდებით ახლა კვლევა როგორ კეთდება ამიტომ მოდით შევალთ და ადგილზე ვნახავთ არის რამე თუ არ არის რამე. იქნება ზედამხედველობა თუ არ იქნება ზედამხედველობა, ესეც არ ვიცით. ერთი რამე ვიცით, რომ ნებართვის გამცემიც მერია, ლიცენზირება თუ გადავადა, ის წარმართავს პროცესს და ის დაადგენს რა მეთოდოლოგიით მოხდება ძეგლში შესვლა, ესეც მერია, შემსრულებელიც მერია, ზედამხედველიც მერია. ამიტომ გამოდის რაღაცა ერთი მსახიობის თეატრი. ანუ ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთოდ გამოთიშულია წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძეგლთა და კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური სისტემა აწყობილია ისე, რომ ეს არის ცენტრალიზირებულად იმართება კულტურული მემკვიდრეობა, კომპეტენცია არის ერთადერთი კულტურის სამინისტროსი და 2015 წელს 13-ში უბრალოდ ერთი პერიოდი იყო, როდესაც კულტურული მემკვიდრეობა თბილისში დელეგირებული კი არა, წაღებული მქონდა თბილისის მერს და თბილისის მერიას და იმ პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ თბილისში და 2013 წელს უკან დაიბრუნა სამინისტრომ ეს კომპეტენცია და მოახდინა მხოლოდ დელეგირება და დელეგირება ნიშნავს რომ სამინისტრო ჩართულია და მთელი კომპეტენცია და პასუხისმგებლობა სამინისტროზეა. სამინისტრო ადგენს კანონის მიხედვით, კანონი ადგენს რა მეთოდოლოგიით შეიძლება შესვლა ძეგლზე. რა ტიპის კვლევები უნდა? ეხლა გამოდის რომ მერია თავის ლიცენზირების კანონით ქვემდებარე სტრუქტურა, მთავრობა არის უფრო მაღალი იერარქიის, მუნიციპალიტეტი არის უფრო დაბალი იერარქიის. გამოდის რომ ცენტრალურ ხელისუფლებას კულტურის სამინისტროს აქვს მეთოდოლოგია, რომელიც ამბობს რომ ძეგლში არ შეიძლება შეხვიდე კვლევის გარეშე და მუნიციპალიტეტს აქვს თავისი კანონი, ავტონომია, რომელიც იზრახის რომ მიამჭირდება კანონი. მე ისე შევალ და იქ ფონდის წარმომადგენლები, რომელმაც არ ვიცი რა კომპეტენცია აქვს, არა აქვს კომპეტენცია პირდაპირ უწყით, ნამდვილად არა აქვს კვლევის და ისტორიული მემკვიდრეობის შეფასების კომპეტენცია. ეს გამოცდილება მოგვაჩვენა? გამოცდილება ეს არის ჩაოლებრივი, როდესაც თბილისის ფონდი შეიქმნა, განვითარების ფონდი შეიქმნა, ეს უნდა ყოფილიყო მოდელი რაღაცა თბილისის ძეგლთა დაცვის სააგენტოსი, რომელსაც უნდა განესაზღვრა პოლიტიკა, რომელსაც უნდა მოეზიდა თანხები, რომელსაც უნდა ემუშავა იმ ფინანსურ ნაწილზე, რომ მთლიანი დატვირთვა არ ყოფილიყო სახელმწიფოსი. მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ პრარაბების უკაცრავად და იმ რაღაც პრარაბების გაერთიანება, რომელიც ერთადერთ რასაც აკეთებს, რაღაცა ტენდერს აცხადებს, ამ ტენდერში მთლიანად ანგრევენ შენობას და ამ შენობის დაანგრევის ხანგრძლივობაც არ მოწონთ ახლა. უნდათ რომ სწრაფად დაანგრიო და სწრაფად ააშენონ და არ ვიცი, შეუთავსებელია ის რაც გვინდა ჩვენ და რაც უნდა ამ ქალაქს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს მემკვიდრეობა და სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს აი ამ კანონს რომ სწრაფად დავანგრიოთ რომ ბიუჯეტი თუმცა მე მინდა შეგახსენოთ რომ კანონი კარგად იცავდა უბრალოდ მე ძალიან მინდა არაფერს არ იცავდა არა მე სხვა პერიოდს გახსენებ როდესაც თქვა საყდრისის დანგრევა მაშინ იმ გადაცემას ყოველთვის გავიხსენებ მართლა სიამაყით იმიტომ რომ მაშინ ფეხზე იდგა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და მათ შორის თამარ შენც და მე მახსოვს რომ სრული უგულებელყოფა მოხდა სწორედაც რომ კანონის ასე რომ თუ აქ არ არის პასუხისმგებლობის მაღალი ვთქვათ მაჩვენებელი კანონის ინტერპრეტაცია შეიძლება და შეიძლება სრული უგულებელყოფაც როცა რაღაცა ძალიან დიდი ინტერესი ეჯახება ამ ყველაფერს და ხომ არ არის მაია რაღაცა საშიშროების წინაშე მე ამ წუთას თბილისზე ვილაპარაკებ თბილისის კულტურული მემკვიდრეობა მთლიანად როცა ვთქვათ იგივე ახალ მიღებული ყოველ შემთხვევაში აი ახლა დღე-დღეზე ალბათ იქნება ეს კანონი ბოლომდე მიღებული პირდაპირ თქვა წინააღმდეგობაში მოდის შენარჩუნებასთან იმისი, რასაც ჩვენი ისტორია ქვია. რა თქმა უნდა, ეს მაგას ნიშნავს. სხვა შორის აი ციხის უბანში 2010-11-12-13 წლები იქ ასე მოხდა სხვათა შორის, იცით, კვლევის გარეშე კეთდებოდა ყველაფერი. სარდაფებიანად ამოიღეს შენობები და ახალი შენობები ჩადგეს ბეტონის. სიძველე იქ თითქმის აღარ არის დარჩენილი. ციხის უბანში ყოველ შემთხვევაში. ასეთივე იქნება აქაც და გამოდის რომ ვერაფერი ვერ შევინახეთ. მაი რაზე შეგვიძლია, აი რა კონკრეტულ ობიექტებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე დავკარგეთ ეს ობიექტები. არის თბილისში უკვე ასეთი ობიექტები? ой, როგორ არა, იგივე ციხის უბანში, იცით, გომის ქუჩის 18 დრო 4. ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი სახლი. ისეთ
ვითომ სცადეს გამეორება, მაგრამ ძალიან ყალბია. მოთხარეს თლიანად სარდაფი გადარჩა მანდ. ერთადერთი ეს რაც ორი სარდაფია იქ გადარჩენილი ჩემი ცოდნით და ზევიდან კრკინაბეტონის კარკასი ბლოკით შევსებული, ბიჯები გაზრდილი, აივნის ბიჯები გაზრდილი ფასადის მხრიდან სულ სხვა რამეა. აი დაკარგულია ეს ერთი კონკრეტული სახლი და არა მარტო ეს, მთელი ზოლი ბეთლემის ქუჩის მხრიდან მაგ მონაკვეთში, რომელი ერთი ვთქვა მე იმ წუთშივე მომდის აზრად აი ეს ორი ქუჩა გომი და მაგ გომის ქუჩას და ბეთლემის ქუჩას შორის. შეგვიძლია ვთქვათ რომელიმეზე რომ აი საუკეთესო პრაქტიკა ეს იყო ვთქვათ იგივე გუდიაშვილის მოედანზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იცით გუდიაშვილი ჩემი აზრით ძალიან სამწუხაროდ 2007 წლიდან რომ დაიცალა დიდხანს იყო წვიმის და ქარის და თოვლის ქვეშ გესმით ძალიან ბევრი დაზიანდა და დანაკარგი გუდიაშვილის პერიმეტრზე ძალიან ბევრია ახოსპირელის ჩიხებზე არ არის ლაპარაკი იქ ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო ანუ ეს არის ერთგვარი ქსოვილის რღვევა ხო ქალაქის ისტორიული აბარა მთავარი ეგ არის ჩვენთან მაგრამ გუდიაშვილზე რო ვთქვა აი კიდევ აქ ქონდა მნიშვნელობა იმაზე ვინ პროფესიონალი მუშაობდა გესმით რომ შეძლეს გადარჩენა რამდენიმე შენობის ახლოს არის ძველ სახესთან გესმით აი მე მინდა ახლა ისევ დაუბრუნდე ამ კანონს რომელშიც შედის ცვლილება აი ზუსტად ახლა საბათს შემოგვიერთდა და სწორედ აი აქ მინდა დაუბრუნდე ამ შეკითხვაზე რომ აი ეს ცვლილებები რომელიც ახლა არის მიღების პროცესში შეიძლება ითქვას იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ახლა არც ერთს არ ვთქვათ გვეპარება ეჭვი იმაში რომ საბოლოოდ ისეთი სისწრაფით დაიწყო კანონში ცვლილებების შეტანა რომ სავარაუდოდ ეს აღსრულდება კიდევაც აი ამაზე მინდა რომ საბამ პირდაპირ შემოვიდა შემოგვიერთდა დიდი მადლობა. ბოდიშ გიხდით და როგორ სამები ჩვენ მაყურებელს. ხო ძალიან სამები სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა საბა და პირდაპირ რომ დავიწყოთ ამ კანონ პროექტის თემაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი თქვენ როგორც საკრებულოს წევრი საკმაოდ ისეთი სტაჟიანი ყოფილი პოლიტიკოსი აი რა ყოფილი არა მოქმედი პოლიტიკოსი მაპატიე საერთოდ მაგრამ საკრებულოს ყოფილი წევრი ვარ ნამდვილად ამიტომ აი ამ ცვლილებაში საკრებულო საკმაოდ ფიგურირებს და თქვენ როგორ ფიქრობთ აი რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა როცა აი ესეთი გზით წავიდა თქვათ ქართული ოცნება. მოდი ვთქვათ მე აქ თქვენ სტუმრებზე უკეთესად ვერ ვისაუბრებ იმაზე რა არის ძეგლის ინტერესი და რა უნდა კეთდებოდეს იმისათვის რომ ის ქსოვილი რაც გვაქვს შემორჩენილი ქალაქის ისტორიულ ნაწილში ძეგლებთან მიმართებაში შენარჩუნებული იყოს სრულფასოვნად ეს გაცილებით ჩემზე უკეთესად იციან აქ ყოფმა ადამიანებმა მაგრამ მე შემიძლია გითხრათ იმ პოლიტიკაზე რომელიც არსებობს ამ ძეგლებთან მიმართებაში და დღეს მე და ქალბატონი თამარი ვსაუბრობდით ერთგვარი დეჟავიუ არის იმისა რაც იყო წინა ხელისუფლების დროს მე აქ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ტოლობის ნიშნის დასმა როგორ შეიძლება და ისინი ჯობდნენ თუ ესენი მაგრამ რეალობა არის ასეთი ინტერესი ჩვენ გვახსოვს ასეთი რეაბილიტაციები როდესაც ჩატარდა სახელმწიფოს აქტიური ძალისხმევით და პოლიტიკური ინტერესით ჩატარებული რეაბილიტაციები აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული ასეთი რეაბილიტაცია რა გამოიწვია ამან იმ ავთენტურობის სრული დარღვევა და დაკარგვა, რომელიც ამ გარემოს ხდიდა უნიკალურს, ხო? საუბრობ აღმაშენებელზე და ქალაქის ისტორიული ნაწილის ამ მონაკვეთზე. და პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ეს რა არის? ეს არის პოლიტიკური ინტერესის დაყენება წინახაზზე, ძეგლის ინტერესზე, უფრო მაღლა პოლიტიკური ინტერესის დაყენება, იმიტომ რომ აქ როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს გაიმარტივონ ცხოვრება და რეალურად საკანონმდებლო ცვლილებები რას გულისხმობს, რომ როდესაც რეაბილიტაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტი თავად, მათ გაუმარტივდეთ სანებართვო პროცესი და როდესაც მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ამ განაცხადს აკეთებს, რომ მე მუნიციპალიტეტს ან ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს რაღაცის გაკეთება უფრო მარტივად უნდა შემეძლოს ვიდრე სხვას,
ეს როგორი გზავნილი არის საზოგადოებისათვის? პირიქით ხომ, მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ პირუთვნელად ხდება ძეგლის და ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესის დაცვა. და აქ რას ვიღებთ? აბსოლუტურად საპირისპიროს, რომ ჩვენთვის მარტივი იყოს, ნებართვები არ გვჭირდებოდეს, მე მახსენდება სხვა შორის სრულად იდენტური არ არის, მაგრამ სანებართვო პროცესის გამარტივებასთან მიმართებაში მახსენდება იგივე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც კეთდება ისე, რომ პროექტი კაციშვილს არ უნახავს. სასამართლო დავა მიმდინარეობს ამაზე, რომ მუნიციპალიტეტის საზოგადოებას პროექტს არ ანახებს და ზუსტად ამ გზის გაგრძელება არის და თუ ჩვენი ინტერესი არის საჯაროობა, ანგარიშვალდებულება, მეტი სკრუპულოზობა ძეგლთან მიმართებაში, რომ არ განადგურდეს ეს ძეგლები, ხო? მაშინ გამარტივება კი არ უნდა ხდებოდეს, გართულება უნდა ხდებოდეს, პირიქით პოლიტიკური მდგენელისგან დაცლა უნდა ხდებოდეს და ამაზე ბევრი გვისაუბრია, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ინსტიტუტი ან ორგანო, რომელიც გამიჯნული იქნება პოლიტიკისაგან, რომელიც იქნება მხოლოდ ფოკუსირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესზე და ყველანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღმა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაემორჩილება შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტიც, კერძო დამკვეთიც, თუ კერძო შემსრულებელიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სრულიად საპირისპიროს ვიღებთ, მაგრამ მე არ მიკვირს ნინო გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ქართული ოცნების დამოკიდებულება არის არათუ დამცინავი, არათუ ფარისეულური და სადუკეულური და წარმოუდგენლად ცინიკური, არამედ უბრალოდ დანაშაულებრივი. მინდა შეგახსენოთ, ეხლა ეს თბილისს არ უკავშირდება, მაგრამ მათი დამოკიდებულების საუკეთესო სავიზიტო ბარათი არის ის, რაც მოხდა გელათში. როგორ უყურებს ეს ხალხი კულტურულ მემკვიდრეობას ამ ქვეყანაში, როგორ გულგრილად უყურებს და თბილისს რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობა, სადაც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი, ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესი და მეორე მხარეს არის კომერციული ინტერესი, ვიღაც დეველოპერის ინტერესი, ყოველთვის ეს პირნა გადადის ხოლმე დეველოპერის ინტერესზე და ამას ჩვენ ვხედავთ ცოცხალ მაგალითებად. მხოლოდ ტვერელის ეკლესიის წინ რაც მოხდა, ეს არის საუკეთესო მაგალითი ამის. ტვერელის ეკლესიას თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ააფარეს უზარმაზარი ბეტონის ფარდა. უზარმაზარი კორპუსი მიადგეს ისე, რომ ამ კორპუსის აივანი გადადის ტვერელის ეკლესიის ეზოში. ეს არა მხოლოდ დავიწყოთ იმით, რომ ეს თვითონ ეკლესია არის ძეგლი, მეორე ქალაქის ისტორიულ ნაწილში და უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე ხდება აი ეს დანაშაული და რა მივიღეთ, იცით, რომ ყველაფრის მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობის მხილების, მათ შორის კორუფციაში კალაძის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის პირდაპირ მხილების მიუხედავად, ამ ხალხმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაინც შეაცვლევინა ამ დეველოპერს პროექტი ისე, რომ მივიღეთ უბრალოდ, არ ვიცი, რო უყურებ ხოლმე ყველა ჯერზე ბრაზდები, იმიტომ რომ მიჭირს გულგრილი ვიყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება და მინდა გაგახსენოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ახლა რომ რაღაც რელიგიურ საკითხებს არიან ჩაბღაუჭებული, ხო? ტვერელის ეკლესიასთან მიმართებაში არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წერილი და პირდაპირ მითითებ ჯერზით კანონში წერია, რომ არაერთი გადაცემა ძეგლთან შეუსაბამო ასეთი ნაგებობების დემონტაჟი არის პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით ნებადართული შემისწორებენ სპეციალისტები თუ მეშლება. და მეორე საპატრიარქოს წერილი იყო პირდაპირ თუ არ ვწდებით უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აწერდა ხელს ამ წერილს, სადაც თხოვნა იყო მათ მიმართ დეველოპერის და მერიის მიმართ, რომ არ დაეშვათ ეს დანაშაული. ახლა რომ ყველანაირად ცდილობენ რომ შეეზილონ ამ თემას აბსოლუტურად დაბალი პოლიტიკური და არ ვიცი ადამიანური კულტურის გამოვლინებით, პირდაპირ მათთვის და არა მხოლოდ მათთვის პატივსაცემი რელიგიური ინსტიტუტი პირდაპირ ამბობდა, რომ არ დაუშვათ აი ამ ძეგლის ამ ფორმით დაზიანება. მაგრამ რა საკურველია, როცა ვიღაცას ფული უჩხრიალებს ჯიბეში ამ ქალაქის განადგურების ხარჯზე მიღებული, არავის არ უნდა კონდეს მოლოდინი, რომ აქ რაღაც ძეგლის სასიკეთო გაკეთდება და ამ საკანონმდებლო ცვლილებას რომ დაუბრუნდეთ,
ჩვენ ისეთივე უსულო რეაბილიტაციას მივიღებთ აი ამ დაგეგმილ ახალ რეაბილიტაციებთან მიმართებაში იქნება ეს ინგოროყვა თუ სულხან-საბა, ხო? როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მივიღეთ. აი ერთ-ერთ შემთხვევაზე გუდიაშვილის მოედანი კიდე ჩემი როგორც არა ამ სფეროში დილეტანტის, მაგრამ ამ სფეროს გულშემატკივრის პოზიციიდან შემიძლია გითხრათ. გუდიაშვილი ხო, ამ ქალაქის ჯერ ესეთი აქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანის, ამ ქალაქის გულშემატკივრის და ურბანულ საკითხებში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანის პოზიციიდან ვამბობ, გუდიაშვილის მოედანი თუ ოდნავ კიდევ რაღაც ფორმით გადარჩა იმ აღვირახსნილ გაპრიალებულ რაღაც რეაბილიტაციას, ხო, მომავალში აი ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები, როგორც არის სულხან-საბა, ინგოროყვა იქნება ეს თუ რუსთაველის გამზირი, ხო? ეს უკვე ვეღარ მოხდება. და მივიღებთ იცით რასაც ვიღებთ აი წადით ამ უბნებში, ეს ლამაზი ტერიტორიები ბჭყალებში, ახალ რეაბილიტირებული, ჩვენ მიერ გადახდილი ფულით რეაბილიტირებული. წადით და ნახეთ ქალაქის ის ავთენტური სული თუ არის. ჯერ ეს ერთი მაცხოვრებლებისგან არის დაცლილი. სრულად კომერციულ ობიექტებად არის გადაქცეული. იგივე აი აღმაშენებლის გამზირის ბოლო ნაწილის რეაბილიტაცია რომ მოხდა, ხო? იქ გაიარეთ ფეხით უბრალოდ. რა არის იმაში? არათუ თბილისური, ქართული აღარ დარჩა არაფერი იმაში. ქართული აღარ დარჩა, იმიტომ რომ არაბულმა ჩილიმბარებმა შეჭამა ეს ტერიტორია, იმიტომ რომ მოსახლეობა იყო გაყვანილი ერთი, მეორე კომერციული ინტერესი დააყენეს ქალაქის ინტერესზე უფრო პირველ ადგილზე და მივიღეთ ეს ადგილები, რომელიც არის აი აბსოლუტურად ხელოვნური, გამოშიგნული და დაზიანებული. და ამ რისკს ქმნის ესეთი საკანონმდებლო ცვლილებები. ამიტომ არის ეს სახიფათო და მავნებლური თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მუნიციპალიტეტი არ უნდა ქმნიდეს ასეთ პრეცედენტს და სახელმწიფო რომ თვითონ რაღაცა უფრო მარტივად შეეძლოს რომ გააკეთოს. პირიქით, თვითონ უნდა იყოს მაგალითი იმისა, როგორ დაიცვა ძეგლის ინტერესი ყველაზე კარგად და სწორად. სხვათა შორის და იმიზეზებენ ისეთ რაღაცას, რომ მოსახლეობას არ აქვს საშუალება რომ მიხედოს კულტურული ანუ იმ სახლს, რომელშიც ცხოვრობს. ხო, აი ვერ ინახავს ამ სახლს თავისი მწირი შემოსავლით და შესაბამისად ეს ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. რომ ასეთ შემთხვევაში თქვათ მათ შესაბამის ანაზღაურების ფასად აქვს ეს მომენტი რომ დაცალოს თქვათ ის ბინა და შემდეგ სახელმწიფო მიხედოს და აქციოს ის რაღაც არ ვიცი სხვადასხვა გავლენებისა და ფულის მქონე ადამიანების მე მინდა გაგახსენოთ გუდიაშვილის მოედანთან მიმართებაში აი აბსოლუტურად საჯარო არის ვის ხელში აღმოჩნდა ეს ჩვენს მიერ რეაბილიტირებული ძეგლები ვის ხელში აღმოჩნდა ეს ტერიტორიები ყველამ კარგად ნახოს კალაძის უახლოესი გარემოცვის ვიღაც ყობაივანოვის და სხვათა ხელში ვითომ აუქციონი გამოაცხადეს არ იყიდა ვიღაცამ და მე ამ ხალხმა გეგონება დავით სარაჯიშვილი იყოს ვინმე და დიდი მეცენატი იყოს და რაღაც იმას საქმეს უკეთებდეს ქალაქს ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა. ეს არის შედეგი, რა შედეგიც მივიღეთ. მოსახლეობა გაყვანილი არის იქიდან, პირიქით სრული ეროზია მოხდა იქაური ქსოვილის, რაც იქაურობას ალამაზებდა, იმიტომ რომ აი ის ჩამოქცევის პირას მყოფი გუდიაშვილის მოედანიც კი ინახავდა იმ ძალიან დიდ ხიბლს, ეხლა სხვა პერსპექტივა, ურბანული პერსპექტივიდან ვამბობ, წმინდა უბნური პერსპექტივიდან ვამბობ, რაც აძლევდა ამას ასეთ ხიბლს. ეს იყო უნიკალური ძეგლები ირგვლივ, უნიკალური მოედანი იყო მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან ავთენტური თბილისური საცხოვრებელი გარემო და ეს დაკარგა ამ ტერიტორიამ და ასეთი რისკის წინაშე ვართ ჩემი აზრით ამ ტერიტორიებთან მიმართებაში რომლის რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი ასეთი რაღაცა გვინახავს ჩვენ კი აი ეს არის სწორედ ეს გამოცდილება გვაძლევს აი ამ პანიკის საფუძველს რომ რაღაცნაირად არ ვიყოთ მთლად მინდობილები იმ საკანონმდებლო ცვლილებებს ან ახალ კანონებს რასაც იღებენ და რაც ყოველთვის გვაფიქრებინებს რომ შეიძლება ამან უარესობისკენ წაიყვანოს ჩვენი ქალაქის ისტორიული განვითარება. განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს ხარფუხშიც აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი შენდება. მაგრამ მიწა რომელიც ამისთვის იყო გამოყოფილი და რომელზეც სხვათა შორის ისტორიული თბილისური აბანოები ამ მშენებლობას არ ყოფნის. საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემა ასე მოაგვარა. მეზობლად მდებარე თბილისურ ეზოში მესაკუთრეებს ქონების ექსპროპრიაცია დაუანონსა. ექსპროპრიაცია იძულებითი გამოსყიდვა. ამის უფლება ხელისუფლებას კანონით აქვს თუ საქმე საზოგადოებრივ
კოლექტიურ ინტერესს ეხება. სწორედ ასეთად გამოაცხადეს აზერბაიჯანის კულტურული ცენტრის მშენებლობა თბილისის გულში. იძულებითი გამოსყიდვა კი აუცილებელი, იმიტომ გახდა, რომ მობინადრეთა ნაწილი საკუთრების დათმობაზე უარს ამბობს. ისინი არასაკმარის კომპენსაციას და თბილისის ისტორიის განუყოფელი ნაწილის ნგრევას აპროტესტებენ. ამ შვენიერ თბილისურ ეზოს ისფაჰანლის ქუჩის 3 ნომერში ჩვენ სწორედ გუშინ ვესტუმრეთ. სხვათა შორის ამ ეზოს ადრე გორგასალის ქუჩა ერქვა. საერთოდ არაინტერესებს, რომ ეს ქუჩა იყო პირველი ქუჩა თბილისში შემოსასვლელი, პირველი ქუჩა და ადრე რა ერქვა განჯისკარი. ეს ფიროსმანის თბილისია. ფიროსმანს არ უყვარდა ეს ევროპული ნაწილი. ძირთად აქ იყო დუქნები, აქ იყო ორთაჭალის ბაღი, აქ იყო, აქ კეიფობდნენ. ორთაჭალის ტურფა აქაა გაკეთებული. კეიფის სცენები აქაა, კახეთში კი არაა. ორთაჭალის ჩემ ეზოზიც იყო ისი, აი რომ ვამაგრებინებდი ეზოს. მითხრეს ეგეთი რაღაცა, იმ ტენდერი ვინც მოიგო იმ შენ და სხვა, ანუ უფრო იაფი დაგვიჯდებაო, რომ დავანგრიოთო და ახლიდან ავაშენოთო რა. აი, ნახეთ, აღმართეს 9 სართულიანი. მიდახეთ, აი ამ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში და აქ, აი შეჭამა ამ შენობამ ეგ სახლი. აი ისიც როგორი ჩაკვახებული ეგ რა საშინელება ვართ. ეხლა მოიფიქრეს ეს ექსპროპრიაციის კანონი და ძალით გასახლება. აი ხა აქ თუ დავუვათ. ფონები ჩამოყვა. ხო, ეს ამას ექნება ეფექტი დომინოს შემდეგ. ცხოვრობ და იქ შედიან ყველა აი თბილისთან იცით რას ერჩიან? აი ხა ქალბატონმა მითხრა მეზობელმა, რომ არის მანდ ავარიული ძალიან საკმაოდ ხრუშოვკის კორპუსი. დიდი. იმათ კი არც თავაზობენ თუ ადამიანებზე ფიქრობენ, თუ ადამიანის კეთილდღეობას, იმათ კი არც თავაზობენ გასვლას. აი მავნებლები არიან. იცით რატო? იმიტომ რომ აი თბილისურ ეზოებს ესე აქ თუ აი ჯერ როგორი სტრატეგია აქვთ იცით? იმას ისედაც აიღებენ და პრობლემის გარეშე, ხო? იმიტომ რომ მართლა ავარიულია და უსახური შენობა აბსოლუტურად, თუნდაც ჩემ ქუჩაზე ყველაზე უკვე სახლი ისეთია. იმიტომ რომ იმდენად ჩააბეტონეს და რუბლიოვკას დაამსგავსეს და რა ვიცი მე რამდენ სართულიანებია შენებული უკვე. ეგ ქუჩა ხო, გრიშაშვილის ქუჩა. იყო პირველი ქუჩა თბილისში შემომავალი, აი მე-6 საუკუნის ისტორია აქვს. ვახტანგ გორგასლისეული თბილისია და ამაზე ამბობენ. აი ვახტანგის თბილისი ამბობენ აზერბაიჯანი. ანუ პირველი ინტერესი როდის გაჩნდა და ეხლა რა ეტაპზე ხართ მე 23 წლიდან იწყება ეს ამბავი. რომ გამოაცხადეს თეატრი იმ წუთშივე გავაპროტესტეს გაჩერდნენ. 24-ში როდესაც დაიწყო პარლამენტთან მოძრაობა, ამათმა დაიწყეს მოძრაობა და ჩვენთან შემოვიდა მეზობელი, ზედა მეზობელი, რომელმაც მითხრა, რომ ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს ჩემი მეგობარიო და იციო, ისე კარგად მომიყვა ბედნიერად, რომ იციო ყველა სახს ანგრევენო აქო და აი ზუსტად მაშინ გავიგე, რომ ეკონომიკის სამინისტრო დაკავშირებული იყო ივანიშვილთან, თუ ივანაშვილი მე არ ვიცი და რომ მას უნდა მთლიანად ფერდის აღებაო და დაანგრევაო და ყველას შენ გადაგიხდის განსაკუთრებულად. აი აქედან გაჩნდა თითქოს მეუთხარე ისე გვპირდებოდნენ თითქოს და მეუთხარი ლაპარაკო გადაირია. გავგიჟდი მეუთხარი პირველი ჩემი ისტერიკა იყო, იმიტომ რომ როგორ ფერდის, როგორ სეიდაბადის დაანგრევა, თან ვიცოდი რომ აქეთ ამხარე, იქით ამხარე არ არის. ეს არის კონსერვაციის და რესტავრაციის ზონა და ძალიან ბევრჯერ გავიარე ჩემ დისერტაციაში ჩავსვი ზუსტად მაგი და მე დავიწყებ ძეგლები რაც იყო ამ ამოსასვლელში მოძიება რომ არის თუ არა ძეგლები აღმოჩნდა რომ ძეგლის სტატუსი გამქრალი იყო. აი ჩვენ მეზობელს შემორჩენილი აქვს რუსეთის იმპერიის დროს ისიც ხონდა მიკრული ხონდა და 1835 წელი ეწერა მშენებლობის თარიღი. და ჩვენ გვაქვს კიდე ერთი ინფორმაცია რომელიც პირადად ჩემი თვალით ვხედა ყველა ჩემმა მეზობელმა ჩემმა მეუღლემ, იმიტომ რომ ჩირაღდნით შევიდა, აი ეს იატაკი რომ ავყარეთ იქ კუთხეში, იქ გამოჩნდა ძალიან დიდი გვირაბი. ეხა არქიტექტორებმა მიითხრეს, რომ ეს დიდი უზარმაზარი გვირაბი მეზობლები შევიდნენ ანთებული ჩირაღნებით, ოქრო ხო არ არის, რომ ეს ოქროს მაძიებლების მთელი გუნდი წავიდა. და შუამდე ავიდნენ, მიდიოდა ნარიყალამდე. აშკარად აი აღმართ მიდიოდა ეს კოლექტორიო მითხრეს არქიტექტორებმა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კოლექტორად გამოყენებული იქნა რუსეთის იმპერია რო შემოვიდა. იქამდე სავარაუდოდ იქ
იქნებოდა გვირაბი, როდესაც ქალაქი იკეტებოდა წყლის ამოსატანად, იმიტომ რომ ეს მე კიდე მიდიოდა ქვემო. აქედან გამომდინარე მე გავაკეთე დასკვნა, რომ ეს არის შუა საუკუნეების ფენაცა აქ ამ სახლს. ანუ ეს განჯისკარამდე განჯისკარი ხომ მოგეხსენებათ, ანუ სამსარაგოლის წინ კედელი რომ არის განჯისკარი. იყოს დასახლებად. აი ეს მე ლონთათიცის გათხრებმა და აი მარიკაროვის ძახისროვის ბატონი მერაბი მეჭიდაო დაადასტურეს იმ გათხრებმა. ეს იყო მეთუნეთა უბანი, ანუ ეს იყო სეიდებადის ბოლო არის ესა. დასაწყისი იქით არის. და ეს იყო სეიდებადის ბოლო, სადაც ძირითადად ხელოსნები იჯდნენ და იყო ტრავის ქარხანა, იყო ქაღალდის ქარხანა, იყო აქ იჯდნენ მელითონეები, მეთუნეები, რა ვიცი, მაია, რა მაინტერესებს იცით, აი თქვათ, რა არის ის, რაც თქვენ დაგეხმარებათ თქვენი პოზიციების გამყარებაში და ეს ერთ-ერთი ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხონების იძულებით ჩამოთმევა ხდება ხოლმე განსაკუთრებულ შემთხვევებში და ჩვენ ამ განსაკუთრებულ შემთხვევას და ვერავინ ვერ ხედავს ამ განსაკუთრებულ. ესე დაუძლეველი გარემოებები, ხო, თქვათ რაღაცა ისეთი. აი ტოლფასია. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის, აი ესეთი აშლა საერთოდ და ქალაქის დატოვება აი ისტორიული ნაწილის და მესამე რომ არაერთგვარი ის არის სასწორზე დგას მოსახლეობის მეტი მოთხოვნები ვიდრე მათი სურვილები. ხო, თქვენიო ბინაო 48 კვადრატიულია. კი, მე ვთხარი 48 კვადრატიული ბინა, 48 მეთქი სხვენია, მეთქი ჩემი და ამ ხო, ჩვენაო სხვენსაც თვლითო და იმასაც თქვენ ჯერ მითხრეს რომ თქვენს რომ სხვენი არ არისო გაფორმებული, მე რომ ნახეს რომ მართლა გაფორმებულია, უთხრეს რომ კი გაფორმებულიაო რაღაცა და მე მითხარი რომ მე თუ ახლა ძალათი გაყვანით მე ვთხარი მე არ მინდა აქედან წასვლა, იმიტომ რომ მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ყველა კუთხე კუნძული ვიცი. წავედი ვიმუშავე თურქეთში მოვედი მე ვთხარი, ჩემი სახსრებით მე ვთხარი, ყველაფერი გამიკეთებია და კომფორტულად ვარ მეთქი და ერთადერთი თუ გავალ მე ვთხარი, იმის გulis რომ ვიწრო ვარ მე ვთხარი. თუ კი მე ვთხარი, მე ისევ აქედან გავიდე და ისევ სივიწროვეში წავიდე, ჯობია მე ვთხარი, ჩემ სახში დავჭი. რა თქმა უნდა, ხელფასი და სუმეჭრება, როგორც ყველას გვეჭრება, რა ხელფასები გაქვს. კი, მაგ სფეროში ვიცით კი. კარგად გაგვაგებინეთ და იმ ჩამოჭრილიდან, ანუ იმ შეგროვილი საშემოსავლოდან ბატონი მერი ივანიშვილი თავისი ქონებიდან არა, კობახიძე და მთელი დამქაშევი ჩვენი შეგროვილი ფულით, რომელიც შეგვიძლია იმით მაგდება სახელი. დებენ კონტრიბუციას, ესეთ ვიწერენ. თქვენი ქონებით ოდებ თუ ამას აზერბაიჯანი კი არის. ჩვენ გამოგვდებაზე თვითონ ჩვენ ანუ ქართული სახელმწიფო იხდის ამაში თქვენ გამოყვანაში და შემდეგ უკვე შემოდის სხვა კომპანია, რომელიც ამას ითვისებს. დაანგრევს მთელ ტერიტორიას. ოღონდ ვიცით დაახლოებით რა ტიპის პროექტია ლაპარაკი, ესეც არის. ანონსირებულია რაღაც შემინული, ესეთი ეკლექტური, პოსტსტალინური, აი როგორც დაახლოებით ეს საელჩოა, ეს ძალიან დიდი შენობა არის, რომელიც აი ბაქოში დგას ესეთი შენობები. ჩვენთვის არ არის დამახასიათებელი. ეთყობა არქიტექტორი ყავთ იქაური. მე ესე ვფიქრობ, რომელსაც შეუსწავლე არ ჩვენი არქიტექტურა ლანდშაფტი. რაღაცნაირად აი ესე მოდიან და დგამენ თოჯინასავეთ. ამ გაბარიტო არაფერს არ ითვალისწინებენ, ხო? აი აბსოლუტურად არაფერს და იმიტომ რომ ჯერ სტილი ხო სულ სხვა არის. იმ სახლებსაც ხო არ მიანგრევენ 19, 21, 23 სულ ძეგლებია. რა არის უსამართლო იმ საქმეში, რაც აეხლა თქვენ თავს დატრიალდა? ბულინგი მოქალაქეების და ძველი ბოლშევიკური კანონის აღზევება, იძულებით გასახლება, სადაც არ არის აეროპორტი, რკინი გზა, სამხედრო დანიშნულა, არ ამოხეთკა გაზმა და ასე შემდეგ. კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ აზერბაიჯანის მხარეს, რატომღაც ძველ თბილისში, რატო, როდესაც არიან სხვა დასახლება, მაგალითად სხვა ერის წარმომადგენლები ქართველებთან ერთად, როდესაც მე-5 კულტურულ მე-6 რიგით მე-6. ხო, რომელიც საჭიროებას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ აი წინ იმაზე თვითონ გორგასალის ძირითად ქუჩაზე, რომელიც მე თუ ეს განხორციელდა, უკვე ლაპარაკია თვითონ აზერბაიჯანელებთან, ოღონდ ჩამოსულებთან და არა მე არ ვეხები აქ მცხოვრებლებს, იმიტომ რომ ისინი თბილისელები არიან. რაც მთავარია, ყველაზე დიდი უკანონობა და თბილისელებისთვის ტრაგედია არის აი ამ ფერდის გაქრობა, სეიდაბადის გაქრობა. სეიდაბადი თავისთავად სადაც მათი აზრი, ანუ მათ დაიწყეს მოღვაწეობა
ფალიაშვილის მუზეუმის საკრავების მუზეუმის განადგურებით, ანუ გაყვანით ამ მუზეუმის ხალხთან ვიყავი ძალიან ახლო კავშირში და ეს ისიც კი არ იცოდნენ თავისი არტეფაქტების საწაელოდ. ეს მე უკვე თვითონ იქ მცხოვრებლები გაიყვანეს, მაგრამ უკვე მე არ მეხება ეს მუზეუმი განვიცადე ძალიან და ეს თეატრი იყო როსტომევის აბანო, რომლის დანგრევაც უნდათ, მაგრამ აი მაია 2 მაიას დახმარებით, რომლებმაც ატეხა ანუ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ დაიწყო იქიდან და ნელ-ნელა მცოცავი ასე ვთქვათ ოკუპაცია შეიძლება დავა. 2006 წელს, როდესაც საბავშვო ბაღი, ულამაზესი საბავშვო ბაღი, მთელი სოლოლაკიდანაც კი მოდიოდნენ, იმიტომ რომ ქონდა დიდი ტყე, ესაც წარსის ველი და ტერასულად განლაგებული და მე მახსოვს სკოლიდან რომ ბრუნდებოდი, ნუ თავისთავად რადიოში იყო ის ყველამ გავიარეთ ეს მომენტი, რომ ვჭამდი რადიოში ზღაპრებს და რაღაც მოთხრობებს უსმენდი და ეროსი მანჩკალაძის ხმა იყო ჩვეულებრივ ჩვენ და ტელევიზორი იყო ყოველთვის ჩართული, ჩვენებს უყვარდა და ყოველთვის იყო რამდენიმე შენობა ტელევიზორში და ერთ-ერთი იყო ის იმდენად ლამაზი იყო არქიტექტურულად, რომ ეს საბავშვო ბაღი იყო, რომელიც ახლა არის საერთოდ. მაგიც გავაპროტესტე თავის დროს, თავის დროზე, მაგრამ მაშინ მირზა შაფის ამბავი მოხდა და გადაწონა ხო, ვეღარ ეყოფე. რა პირობა შეიძლება იყოს თქვენთვის მისაღები, რომ ვთქვათ, გადახვიდეთ სხვაგან? არა. ჯერ 40 წელი აქ ცხოვრობ. ისე 50 წელიც ქალაქში ვარ. მე ზვიად გამსახურდი ამ ისე კი არ მომცა, რომ გაიკითხა, რომ გვიჭირდა. მამა გეიშვილი იყო ჩვენი ფაბრიკის დირექტორი. უთხრა ამ ხალხო სანგილოდან არისო, ისე გაუჭირდა, რაღაც ცხოვრობს სვანებისძალი ვარ. რაღაც ცოტა არეული ოჯახი იყო და დავრჩით რა ესე და ის ციხეში იყო და ხან მე მიჭირდა, მე თანამშრომლები რიგრიგობით მინახავდნენ. მე ეს რო განმაცხადე ეს ზვიადისთან რო წავედი, ბატონ ზვიადი მითხრა რომ რამში გიმუშავიაო, გაიკითხა დაურეკა იმ წუთში კოსტამამ ზვიადიმ ნოდანატაძემ 2 საათში ბინა მომცეს. პასპორტიც ამკო ჩემ ქმარ დახეული ქონდა, დაჟე პასპორტიც 2 საათში აი ეს ბინა მომცეს. დაინგრეს ცარიელე მიწა დარჩეს, მე ამ სახს მაინც არ გავყიდი და არც მივცენ. რაღაც კაპიკებში. მე ვთხარ რაღაც თავით მე გამსული არ ვარ. ამ თამაზო იმის მერე კაცშვილი აღარ შემოსულა. მე შემოვიდა ვიღაცა ესე თავფრუქტ ესე დახურული კურტკით, მაშინ სიციებიც იყო და დროშაზე იმას შვებოდა. მე ვთხარ სად მიგაქვს დროშა მეთქი, ეს უკვე აზერბაიჯანელებმა იყიდესო. მე ვთხარ როგორ გეკადრება, აქ ჩვენ ხალხი ცხოვრობ. და ეგ დილით რო ავდაკი დროშა აღარ იყო. აქეთ დროშა, იქით დროშა, მეზობლებს უთხრა არაოდ არ იყო და წავედი მთელი უბანი შემოვერე, ჩემი მეზობელი არის ამ ხანაკი ქალი არის, დროშა მომცა, უფრო მაღლა ვწია იქ. აი დროშა ჩემი გაკეთებული არის. რო არ მომპარონ მეთქი. აი მე პირდაპირ მოგმართავთ ახლა გუშინ ფეხით მოვიარე მთელი საიდაბადი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ნამდვილად თან აი ესეთი ადამიანების გარემოცვაში გაცილებით უფრო საინტერესო იყო და წარმომიდგენია თქვენთან ერთად რომ წავიდეთ, გადავიღოთ ეს ყველაფერი, რამდენი რაღაცის აღმოჩენა მოხდება თუნდაც საზოგადოებისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა მე აბას ამაში ვეთანხმები ჩვენი ნაკლები ინტერესი ასეთი ფაქტების მიმართ ჩვენი შეიძლება ძალიან ცუდად გამომივიდეს, მაგრამ უცოდინრობის ბრალიც არის. მოდით საზოგადოებას აუხსნათ, რას დავკარგავთ იმ შემთხვევაში, თუ ეს უბანი აი ესე გაჩანაგდება. დიახ. აი ეს გორგასლის მეოთხე შესახვევის მიმდებარე ტერიტორია სეიდაბადის ნაწილია. ადრე სეიდაბადს ერქვა საკუთრივ თბილისი, პირველი სახელი ეს არის. მე-17 საუკუნიდან სეიდაბადიც გაჩნდა. შაჰ სეფიმ, სხვათა შორის შაჰ აბას პირველის ვაჟია ის და მისი შვილია შაჰ აბას მეორე, ჩვენი გარքի ნაცნობები ყველანი. კი ბატონო. ხო. და შაჰ აბას მეორე შაჰ სეფის სიკვდილის შემდეგ გამეფდა. მან ჩამოასახლა სეიდები სპარსეთიდან და დაერქვა გაჩნდა მეორე ტოპონიმი სეიდაბადი. აი ეს ტერიტორია, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ ამ ვიდეოში,
სეიდაბადის ნაწილია. სიმოკლისთვის სეიდაბადი მე ეს ტოპონიმიც ძალიან მიყვარს, ძალიან ღვიძლია თბილისისთვის, რა თქმა უნდა. ჯერ პირველ რიგში ის რომ ეს არის ისტორიული თბილისის მკაცრი დაცვითი ზონის ნაწილი. რაც ძალიან დიდ სიმკაცრეს გვავალდებულებს, რომ მკაცრად გადავწყვიტოთ ყოველგვარი მშენებლობა იქ. აი ეს მკაცრი დაცვი არსებობს რეგულირების დაცვის ზონა, ხომ იცით ეს. ისტორიულ დაცვით ზონაში შედის ძველი თბილისის, ნამდვილი ძველი თბილისის სამივე ნაწილი, კალა, ისანი და სეიდაბადი. სოლოლაკი მთლიანად, მთაწმინდის დიდი ფრაგმენტი მე მგონი. მაგრამ აქ რა არის იცით მთავარი ფასეულობა არის ურბანული ფასეულობა. გესმით? აქ ცალკეული ძეგლიც შეიძლება იყოს ძალიან ღირებული, მაგრამ მთლიანობა არის გადამწყვეტი. აი ეს დაცვითი ზონა ერქმევა და ირჩევს სწორედ ურბანულ კონტექსტს. აქ დასაცავია გეგმა და აქ დასაცავია სივრცეში რაც არის. ნახეთ, აქ აი ამ ტერიტორიაზე რაც თქვენ გვაჩვენეთ ამ ვიდეოში 7 ნომერია ძეგლი. პირველი ნომერი დასაწყისში და სრულიად უნიკალური აბანო დავით შადინოვი არა, ცნობილი სომეხი მოღვაწე, ერთ-ერთი მეცენატი. მისი კუთვნილი იყო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ 1839 წელს დაპროექტდა ეს აბანო, რომ შეხვალ სრული განცდა გაქვს სიძველის. იცით? მაგრამ მე როცა ეს აბანო მოვინახულე დიდი ხნჯერ დასაწყისში ვართ ამ ქუჩის. კი, ზუსტად ვერდით. ხო გახსოვთ? არა, როცა ეს პირველად მოვინახულე, ახალი წასული იყო იქიდან ვესტა ბანკი. და უკვე მოძველებულად გამოიყურებოდა ყველაფერი, მაგრამ არხები იყო გახსნილი. უფრო შთამბეჭდავი არაფერი მინახავს, მინდა გითხრათ. საქმე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აწვიმდა, ათოვდა ქარი და 1000 რამე ხდებოდა ამ შენობის თავს, ეს შენობა საღია. ეს კამარები გადარჩენილია და ეს შენობა გადარჩენადია. ეს ერთი. ეხლა რადგან ასე თუ ისე ვიცით რა ტერიტორიაზეა ლაპარაკი, მას ვინც იცის ზურგით მტკვართან რო დავდგეთ, აზერბაიჯანის საელჩო და მარჯვნივ ეს კვარტალია, ხო? იცით მე მეჩვენება რომ აი ეს კვარტალი აი ეს არც ისე პატარაა სხვათა შორის ტერასებზეა გაჩენებული. კი, სუტერასულია, კი. და ესეც თანაც იცით ტრადიცია მანდ თბილისში, განსაკუთრებით სეიდაბადში. მირზა შაფამდე სანამ მოხვალ 1-4 ტერასაა ასავლელი. რაღაც თითქოს ფარულია, მაგრამ რო დააკვირდები ეს ნამდვილად ასე. აქ მტკვრიდან მოდის ეს ტერასა აღმა მიმართულებით. ეს უკვე ძალიან ღირებული რამ არის. როგორ არის აშენებული შენობები მრავალფენიანი აი ამ თბილისის ულამაზეს რელიეფზე. მას აბანოს უკან ჩიხია, ტერასა მორჩა. ამის შემდეგ იწყება ეს 3 ნომერი, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ. მაია იზორია და თქვენ ჩანდით, ხო? და მაიას და ეს 3 ნომერი ძეგლის სტატუსის მქონე არ არის. ამას სხვათა შორის აბანოს აქ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი. საერთოდ იცით, აი ეს ზონები, როდესაც მკაცრი ზონა გამოიყო, ეს მოხდა 1993 წელს და ამ საქმეს თავში ედგა ირაკლი ციციშვილი და რა თქმა უნდა ვახტანგ ცინცაძე. რა თქმა უნდა ვახტანგ ბერიძე პირველ რიგში, გესმით? და მე როდესაც უკვე საყრდენ კულტურული გეგმა გაკეთდა გიორგი გოცირძის მეთაურობით მოხდა ეს საქმე, ეს უკვე დაეყრდნო სხვათა შორის აი ამ კონტურებს. მე მგონი არ ვწდები ასე იყო. აი რომ განვაგრძოთ, აი ამ 3 ნომრის უკან გადის გასასვლელი. მე მგონი ფაბრიჩნი პერიულაკ, ფაბრიკის შესახვევს უერთდება. ესეც ტერასაა. მერე მოდის ესეთი
მართლა დიდად ღირებული არ არის, მაგრამ ეზოების სისტემა არის. მერე არის კიდევ ერთი გასასვლელი და არის ცნობილი 7 ნომერი, ჩიხია უпростоრად. აი ეს 7 ნომერი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახლი. ძალიან დიდი არქიტექტურული ღირებულებით. არავის არ გამორჩა, რომ ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ. ნალისებური თაღებით, ძალიან ისლამური არქიტექტურის, მაგრამ ევროპულთან ერთად გადადებულიც კი. აქ სრულიად უჩვეულო ეზო. თბილისური, მაგრამ მე ასეთი ეზო მეორე არ მინახავს თბილისში, იცით, პეაბრაზნი. რუსული პეს მოყვანილობა აქვს, მაგრამ აღმა აქვს გახსნა ამ ეზოს. და იქიდან ტერასა და იმ ტერასიდან ჩამოდიხარ ამ ეზოში და გამოძვრები ბოდიში ამ ზმნისთვის, გამოძვრები აი ამ ჩიხში. ესეც საოცრებაა, შიგნით თბილისური აივნები. ეხლა კი ძალიან უჯიშოდ გაკეთებული ცისფრად, საკმაოდ შეცვლილი ფოტოები არსებობს. აი ეს ტერასა და ადიხარ ბოლოს გრიშაშვილის ქუჩამდე კიდევ ერთი ტერასით. ის გრიშაშვილის კუთხის სახლი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ორსართულიანი, ასევე არაჩვეულებრივია. სუძველი აგურით არის ყველაფერი ნაშენი. ნახეთ, ეს ტერასები ერთი. ურბანული ღირებულება და ყველა სახლი რომ ეზოს შემცველია. ეს უმნიშვნელოვანესი რამეა, ხო? იქ რომ ძველი ფენებია, ეს ნამდვილად ასეა. შეუიარაღებელი თვალით 10 ნომრის ზღუდესთან ჩანს. 10 ნომერით შედევრია. შედევრია თავისი დასმით. აი, მაია, აუცილებლად მინდა საზოგადოებას აუხსნათ ზუსტად ეს. ნახეთ, აი, შეიძლება მოითქვათ, ესე მოიმიზეზონ, რომ ძეგლი, რომელიც არ არის, მხოლოდ იმას შევეხებით და დანარჩენებს თქვათ, აი ის რაც არის საოცარი სახლები და რასაც არ უნდა შეეხოს ხელი, იმას არ შევეხებით. მიუხედავად ყველაფერი მაგისა, რამდენად შეიძლება რომ ისე გაკეთდეს ყველაფერი, რომ აი იმ შენობის ჩადგმის შემთხვევაში, რომელიც დაანონსებულია, შუშებიანი შენობა. ხო, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი როგორ შეიძლება მოთავსდეს აი ამ არაჩვეულებრივ ტერასულ თქვათ სილამაზეში, აი ეს ახალი არქიტექტურის აბსოლუტურად განსხვავებული ერთი ნიუანსია კიდევ გასათვალისწინებელი. თბილისის ისტორიული დაცვის ზონა მარტო ძეგლსახლებს ხომ არ იცავს. იცავს მთლიანად ურბანულ კონტექსტს. და არავის არ აქვს უფლება ფონური სახლის დანგრევის. თუ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული განხილვის საგანი და საბჭო კომპეტენტური წყვეტავს, თქვათ, შეელიოს რომელიღაც კონკრეტულ სახლს. თქვათ, ეს 3 ნომერიც ასეთი საგანგებო, იცით რა, ეს 3 ნომერი აუცილებლად გადასარჩენი სახლია, იმიტომ რომ კონტექსტის ნაწილია. თბილისური სპეციფიკით გამორჩეული სახლია, დიდი სიძველის შემცველია, კედლები აქვს ძალიან სქელი, ძველი აგურით არის. აგური, რომელიც შერჩენილია, ეს აგური გუში რომ ვეხებოდი, აი აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? აი გარედან ტოვებს ცოტა ისეთ შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს რო კარგად გაატყავოს მწიგნიერმა რესტავრატორმა, გადარჩენადია ეს ყველაფერი. და მარგალიტივით არის აი ეს მირზა მუსტაფა ახუნდოვის სახლი. ვინ იყო ეს მირზა მუსტაფა ახუნდოვი? სახლი აშენებული, არა და პროექტი არის 1865 წლის, 7 ნომერზე ვლაპარაკობ. კი ბატონო. 7 ნომერი სრულიად ალბათ შეკვეთაც იქნებოდა ასეთი, რომ ისლამური ელემენტები ჰქონოდა, თუმცა პილასტრებიც არის ძალიან საინტერესო სახლია. თქვენ თვითონ დარწმუნდით ამაში და თბილისური სპეციფიკის მატარებელი, ხო? ეს სახლი რო გადარჩება, ამის იმედი მაქვს. მაგრამ თუ ყველაფერი მოურღვიე ამ სახლს, მაშინ მისიც კარგავს თავის. მაია, ჩვენ აუცილებლად ალბათ სათითაოდ ამას ყველაფერს გადავიღებთ და მაყურებლებისთვის ეს დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან საინტერესო. აქვე აბანოზე იყო ლაპარაკი, აი როგორ წარმოგიდგენიათ ამარ, როგორ შეიძლება ისე გაკეთდეს და აშენდეს ყველაფერი, რომ არ შეეხოს ამ აბანოებსაც, არ მოსპოს, აი რასაც ქალბატონი მაია ამბობს, აი აბსოლუტურად არ მოარღვიოს ის მთლიანობა, რაც ამ ტერიტორიას აქვს. ამ პროექტის
ანონსირებისას, ან რეკლამირებისას, ან ამ პროექტის გამოჩენისას თქვა, რომ აპირებენ იქ რამის შენარჩუნებას. ეს მიზანი არც არის, რომ იქ რაღაც ურბანული კონტექსტი შეინარჩუნოს. შენარჩუნებაზე მოვკარიყური. აბანოს შეინარჩუნებენ, იმიტომ რომ ძეგლია და პრინციპში აწყობ და დანარჩენი უკან უნდათ რომ რაც მოასუფთავონ და სუფთა ფურცლიდან ააშენონ ის, რაც მათ უნდათ და აქ ერთი რამეა, ყოველს რატომაც ავიწყდება, მე არ მახსენდება, არ მახსოვს აი ამ კონტექსტით მომხდარიყო ქონების ექსპროპრიაცია. არასოდეს ესეთი რამე არ მომხდარა. ეს ისეთი ცუდი პრეცედენტია თან რისი გულისთვის მეზობელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის კულტურის სახლის გულისთვის. ადამიანებს ყრიან ართმევენ საცხოვრებელს. ეს ადამიანის უფლებებისთან აი რანაირად ხდება ეს კორელაცია და ვინ გვაზღვევს რომ ყველა შემთხვევაში აი ეს ექსპროპრიაციის მუხლი არ იქნას გამოყენებული, როცა დასჭირდებათ. თან ექსპროპრიაციის მუხლი ერთადერთ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. არ არის, არ შეიძლება საზოგადოებრივი ინტერესი იყოს კულტურის ცენტრი. საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად გასაგებია. მე ხა უმრავლესობის მოსაზრება ვიცი და მე იურისტი არა ვარ, მაგრამ ალბათ სადღაც წერია რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ინტერესი. საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება იყოს რაღაცა გაზგაყვანილობა და დენი და გზა. ნავთობი და ასე შემდეგ. კულტურის სახლი იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, მაშინ ყველა სპორტის სასახლეც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ყველაფერი შეიძლება იყოს. ანუ თუ აზერბაიჯანის კულტურის სახლი არის საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის გამოც შეიძლება ადამიანს ჩამოართვას სახლი, ყველაფერი შეიძლება იყოს და მაშინ უნდა გაიაზროს ამ ქვეყნის მოსახლეობამ, რომ ყველას თავზე ცხოვრობს კულტურულ მემკვიდრეობაში, არ ცხოვრობს კულტურულ მემკვიდრეობაში, ცხოვრობს ისტორიულ ზონაში თუ არ ცხოვრობს ისტორიულ ზონაში, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ყველას თავზე დაგვეკიდა დამოკლეს მახვილი. ვინმე თუ გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის ტერიტორია აინტერესებს, აუცილებლად გამოიყენებენ ამ მუხლს. ესეთი პრეცედენტები, როგორც კი ჩაეშვება, შემდეგ ეს ხდება არაპრეცედენტული, არამედ მისი არ შესრულება ხდება უკვე პრეცედენტი. ესე მოხდა ყველა ჯერზე და ყოველთვის და ერთს დავამატებ ნინო, უბრალოდ არ შემიძლია რა ვთქვა, რომ აქ საუბარი არის აზერბაიჯანის რაღაცა კულტურის სახლის მშენებლობის გამო კულტურული მემკვიდრეობის გაწირვაზე. არა მგონია, რომ ალიევმა რომელიმე ჩვენი საზოგადო მოღვაწის კულტურის სახლის მშენებლობისთვის ბაქოში რამე დაანგრიოს. მართლა არ მგონია, რომ უფრო მეტად ღირსეულები არიან, ვიდრე როგორც აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლება. განვიხილეთ, რომ ქალაქის მთავრობას უნდა რომ მარტივად დაანგრიოს შენობები და მარტივად განახორციელოს ისე რეაბილიტაცია, რომ ნაკლები ხარჯი გასწიოს. კიდევ ერთი პრობლემას მინდა შევეხო, რომ ამ ქვეყანაში გვაქვს კანონი, თქვენ საუბრობთ კანონზე, რომელიც არასოდეს ეს კანონი აღსრულება არ ხდება, ერთი არა წერია და რაც წერია იმას არავინ არ აღასრულებს და რაც წერია ისიც არ უნდათ რომ ეწეროთ, ისიც უნდათ რომ არ იყოს, ანუ საერთოდ ეს კანონი არ უნდათ რომ იყოს. არსებობს ესეთი ადამიანი ყოველთვის ცნობილი ქებურია, ბუბა, მგონი თუ არ ვშები, რომელსაც მე არ ვიცი, ყველაფრის უფლება აქვს ამ ქალაქში. და ამ ქვეყანაში. თქვენ კარგად იცნობთ მაგალითად იმ შემთხვევას, როდესაც მან ბათუმში 4 სართულიანი შენობის ნებართვა მიიღო ბულვარში და უნებართო დააშენა 16 სართული. და ყოველ 4 სართულში ხელისუფლება უправებდა აი ამ თავის корпуს. ძალიან უცნაური სამართლებრივი, ჩვენ სამართლებრივი დავა გქონდა ამასთან დაკავშირებით და მისმა ადვოკატმა დაუმტკიცა მოსამართლეს, რომ ბათუმის ბულვარის ძეგლის მოცულობის გაზრდა ნიშნავს მასში корпуსის აშენებას. ესეთი რაღაცა საოცარი რამე მივიღეთ, მაგრამ გარდა ამის ამ ადამიანმა მაგალითად ამბასადორი არსებობს ხომ ვიცით ანჩის ხატის გვერდზე. უნებართვოთ დააშენა ერთი სართული ამ ამბასადორს. ისე რომ თბილისის მერიის ზედამხედველობა არც მისულა. გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე ეს არის ის კლდის პირი, რომელსაც პანორამაში ვუყურებთ ჩვენ, მეტეხი და აქეთ არის გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა 12 ნომერი. ძეგლის რესტავრაციაზე მიიღო ნებართვა, დაანგრია ძეგლი და ააშენა სრულიად სხვა მოცულობის, სრულიად სხვა იერის შენობა. და მე უბრალოდ
2 კვირა ამაზე ვსაუბრობ ყველა ფორმატით და მე არ ვიცი არანაირი რეაგირება არ არის. არავინ მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის დანგრევა პირდაპირ სისხლის სამართლებრივი საქმეა, არავინ ამ ქვეყანაში არავინ რეაგირებას არ აძლევს. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ მას ვიღაცას ყველაფერი შეუძლია ამ ქვეყანაში. ვიღაცას შეუძლია, რომ მოითხოვოს და მიეცემა. აი მოითხოვა ალიევმა და მისცეს რაღაცა უფეშქაშეს ასე ვთქვათ. ქებურიამ ააშენა და სახელმწიფო ვერ ბედავს მასთან მისვლას და მოკითხვას, რომ შემოგეტანა მაინც. ანუ პატივი გეცა მაინც ხელისუფლებისთვის, მაინც ხო იცი რომ დაგიმტკიცებდით. შემოგეტანა მაინც. ანუ რაღაცა დაეცვა რაღაცა წესი. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და ამიტომ ცოტა მე ვიცი რომ ცოტა ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება რომ რატომ აღარ აქტიურობს, რატომ აღარ არის კულტურული მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი. ისეთ დღეში ვართ, რომ ადამიანებს ისეთ რამეს უკეთებენ, რომ ცოტა დაგვიბლაგდა ეს შეგრძნებები შენობებზე, თუმცა სხვა შეიძლება 24 დეკემბერს როგორც კი დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, როგორც მარიკა და მაია იზურიები ყვებიან, ზუსტად მაგ პერიოდში წამოვიდა აი ეს ვთქვათ უკვე შეტევა, ასე ვთქვათ ამ მოსახლეობაზე, ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ. საბა სამართლებრივი კუთხითაც რომ მიუდგეთ ამ საკითხს, როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვთ ამ ადამიანებს, რომ თავიანთი საცხოვრებელი და საარსებო ადგილები დაიცვან. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანის საკუთრების უფლება აქვს უმაღლესი დაცვა და პირდაპირ კონსტიტუციაში წერია, რომ 19 მუხში წერია პირდაპირ, რომ დაუშვებელი არის საკუთრების ჩამორთმევა გარდა ისეთი შემთხვევებისა, სადაც არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება. თამარმა ეს თქვა და მე გავიმეორებ, არანაირი განსაკუთრებული საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის მშენებლობაში. ამის გამო გამოასახლო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ქალაქის მოსახლეობა, მათი ნების საწინააღმდეგოდ და იქ ააშენო მეზობელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის კულტურის ცენტრი, ეს ამაზე უფრო ანტიეროვნული, ამაზე უფრო ბარბაროსული ნაბიჯი, მე არც კი მახსენდება რა შეიძლება იყოს. ოღონდ ეს ხდება ნინო იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ თავად ქართული ოცნება გვიმტკიცებდა სულ რამდენიმე წლის წინ, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს სხვადასხვა თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების და კარტოგრაფების მონაწილეობით იყიდა დავით გარეჯის ტერიტორია და მე მაინტერესებს დავით გარეჯის ტერიტორიაში იცვლება ეს კულტურის ცენტრის აქ-მშენებლობა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დავით გარეჯს ვიბრუნებთ და დავით გარეჯი დააბრუნა ქართულმა ოცნებამ და ეს არის საპასუხო ნაბიჯი? ჯერ ამას გაეცეს პასუხი. ხალხი ციხეში იყო ამისთვის. სადაც ქართული ოცნება თვითონ ამტკიცებდა, რომ თურმე აზერბაიჯანმა მიიტაცა დავით გარეჯის ტერიტორია ჩვენგან და ვიღაცა მამაში ფული მიიღო, იმიტომ რომ მიიყიდეს. და მეორე ეს რა ტიპის პარტნიორობაა? მე საერთოდ არ მესმის. ეს პარტნიორობაა თუ ვასალობაა? მერაბ კოსტავას სახელობის კულტურის ცენტრი ან კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიას სახელობის რამე ცენტრი იხსნება ბაქოში? ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრი ან ვეფხისტყაოსნის შემსწავლელი ცენტრი იხსნება ბაქოში? პარტნიორობას გააჩნია ერთი მთავარი პრინციპი. ეს არის რაღაც ტიპის ბალანსი. და ეს არის რაღაც ტიპის საპასუხო ნაბიჯები. ჩვენ რა საპასუხო დიპლომატიურ და ადამიანურ ჟესტს ვიღებთ იმის საპასუხოდ, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა უნდა გამოყაროს საკუთარი სახლებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ. რა არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ? მე ვერანაირ სიკეთეს ვერ ვატყობ და პირიქით ვასალობა არის ის, რაც საუკეთესოდ აღწევს ამ მოცემულობას, იმიტომ რომ მე ვნახე ივანიშვილი და კობახიძე ალიევთან, ეს არ გავდა სრულყოფილ პარტნიორობას და რაღაც ტიპის თანასწორ ურთიერთობას. ღარიბაშვილი ალბათ გვიყურებს ახლა ციხიდან, მაგრამ კობახიძე ეს არ გავდა თანასწორ პარტნიორობას არც ერთ შემთხვევაში. აი ყველაფრის გათვალისწინებით რა შანსები აქვთ ადამიანებს? აი რისი იმედი შეიძლება ამას მინდა რომ დაუბრუნდე. კონსტიტუციაში ძალიან მკაფიო ჩანაწერია, ამაზე უფრო მკაფიო პრაქტიკა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც ექსპროპრიაციასთან და საკუთრების უფლებასთან მიმართებაში არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რას ქვია ექსპროპრიაცია, რა არის, რა შემთხვევებში არის დაშვებული, რა
შემთხვევებში არ არის დაშვებული საერთოდ ადმინისტრაციული მოხრჩობა და წნეხის განხორციელება, როცა ნებართვას არ აძლევენ მაგალითად და ცდილობენ რომ აი რამენაირად აიძულონ ხალხი რომ გამოვიდეს ამ ტერიტორიებიდან, ესეც კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ არის ძალიან მკაფიო ცუდ პრაქტიკად და საკუთრების უფლების დარღვევად მიჩნეული. აღარაფერს ვამბობ არასწორი ფორმით წარმოებულ ექსპროპრიაციაზე და უბრუნდები მთავარ საკითხს. რა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება არსებობს რომ ამ ადამიანებმა დატოვონ აშენდეს თბილისში აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი ჰეიდარ ალიევის სახელობის. მე რა თქმა უნდა კონკრეტულ ადგილას და არა თქვა ამ კონკრეტულ ადგილას რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ ნებისმიერ სხვა ადგილას იყოს სადაც არ უნდა შენდებოდეს ეს არ არის განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება და როცა შენ ხალხს ყრი კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებ და სრულად ეროზიას უკეთებ უნიკალურ გარემოს, რაც ქალბატონმა მაიამ ისაუბრა რა ტიპის გარემო არის. ეს არის დანაშაული, ეს არის უთავმოყვარეობა და არ ვიცი, ენით აუწერელი სითავხედე, რასაც თბილისელებს და საქართველოს მოქალაქეებს უპირებს ქართული ოცნება. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამისი პასუხი არის ჩვენი წინააღმდეგობა. ბევრი იკითხავს, რომ აი, კი, მაგრამ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ საკუთარი უძლურობის განცდა ძალიან მოგვეძალა და აი ეს ასე არ არის ჩვენ წინააღმდეგობა შეუძლია რომ გამოიღოს შედეგი და საქალაქო მუნიციპალური საკითხები ამას ხშირად აჩვენებს ხოლმე ჩვენ ბევრი და დამარცხება და პირდაპირ ზურგში ლახვარი გქონია ლახვარის ჩაცემის ფაქტი გქონია როდესაც ლაპარაკობთ მუნიციპალურ საკითხებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ურბანულ პრობლემებზე მაგრამ გქონია ასევე გამარჯვებებიც როცა მოხერხდა ცოტა რა თქმა უნდა ბევრად უფრო თამარს გაეღირმა ბევრად უფრო ცოტა არის ასეთი გამარჯვებები მაგრამ ყოფილა ესეთი წარმატების მაგალითები და ამ წარმატების მაგალითებს ყველას აქვს ერთი საერთო ეს არის მომართული ადგილობრივი მოსახლეობა, მომართული ქალაქის მოსახლეობა, ძალიან მკაფიო მიზნით, რომ არ დაუშვას იმ ყველაფრის განადგურება, რაც ამ ქალაქის სულს და გულს ქმნის, იმიტომ რომ ეს ისტორიული უბნები, ეს ძეგლები, ეს ყველაფერი ქმნის არა მხოლოდ დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას და ტურისტულ პოტენციალს კი არ აძლიერებს მარტო. ეს არის ის, რაც ჩვენი ქალაქის ისტორიულ მეხსიერებას ქმნის, ხო? და ქალაქს ქალაქად აქცევს და ჩვენ უნდა გამოვშიგნოთ და სული ამოვაცალოთ ამ ქალაქს იმისთვის, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურული მემკვიდრეობის თუ კულტურის ცენტრი აშენდეს. ეს არის დაუშვებელი უბრალოდ. ეს არის ქართული ოცნების მასშტაბისთვისაც კი არის წარმოუდგენელი უტიფრობა და უთავმოყვარეობა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩავებმევით ამ ბრძოლაში და მოახერხებთ მინიმუმ იმას, რომ ეს აქ არ აშენდეს და არ განადგურდეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი. მე მართლაც მქონდა შესაძლებლობა, რომ ეს ტერიტორია ძალიან ინტენსიურად ფეხით მომეარა ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მარგალიტი არის ერთ-ერთი ამ ქალაქის ისეთი, რომელიც ჩვენ თვითონ ამ ქალაქში მაცხოვრებლებს არ გვაქვს სრულად შეფასებული და დაფასებული. ალბათ ყველაზე უკეთეს ქალბატონო მაია მიცის ჩვენ შორის, მაგრამ რადგან ჩვენი საეთერო დრო ახლა ამით ამოიწურა და აპოლოზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად, მე ვიცი რომ რაღაცა კი მინდა დავამატო ქალბატონო ნინო. 2 წუთს. ოკეი, 2 წუთს. თბილისი ვერ შეელევა სეიდაბადის ამ ნაწილს, ეს თხუილია. ისედაც ძალიან ბევრი ბეტონია ამოსული და მიუხედავად ამისა მიზიდულობის ძალას ინარჩუნებს ეს უბანი. სწორედ აი ამის წყალობით ვერაფრით ვერ შეელება, ვერც ამ ეზოთა სისტემას, ვერც იმ სიძველეს, რაც იქ არის, ვერც იმ უნიკალურ ტიპოლოგიას, რასაც თუნდაც ეს მიკროკვარტალი შეიცავს და თუ განხორციელდა მართლაც ეს პროექტი, ქვაზე არ დარჩება იქ, ქალბატონო ნინო. და ალბათ ეს მერე წავა უკვე კალდისებურად. თავარი არის ურბანული მემკვიდრეობის გადარჩენა. ეს არის ჩვენის ყველაზე დიდი სიმდიდრე. უღრმესი მადლობა მაია, უღრმესი მადლობა. ჩვენ ახლა რეკლამაზე გავდივართ, შემდეგ
შემდეგ აპოლოს თემაზე დავბრუნდებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და აუცილებლად ყველაფერს გადავიღებთ, რაც გვინდა რომ აჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ მეტი განცდა დაეუფლოთ იმ ქალაქისა, რომელშიც ცხოვრობენ და რას ნიშნავს ზოგადად თბილისი და განსაკუთრებით სეიდაბადი, რაშიც მე გუშინ ნამდვილად დავწყუნდი. ბრუნდებით ღია სივრცეში. შეგიძლიათ გადააკეთოთ და რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებელ კომპლექსად. ასე ხიბლავს მყიდველს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების ვებგვერდზე საქართველოში ერთ-ერთი პირველი კინოთეატრის აპოლოს დილერი. ისტორიული ძეგლი კვლავ იყიდება. მისი ფასი ამჯერად $5,900,000-ია. რა ელოდება თბილისის საკულტო შენობას, რომელიც ათწლეულებია უფუნქციოდ დგას. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. გაგა ჩხეიძე კულტურის მენეჯერი, ლევან გელაშვილი კინოს კვლევარი და ლევან კალანდარიშვილი არქიტექტორი. ბატონ ლევან, დავიწყოთ თქვენგან. როგორც არქიტექტორი, როგორ შეაფასებთ აპოლოს შენობას? ძალიან ეხლა რაც არ უნდა არქიტექტურულად შეაფასო, მისი მთავარი ფასეულობა ის არის, რომ ეს არის პირველი მსგავსი დაწესებულება საქართველოში და საერთოდ მე მარტო აპოლოთი არ დავიწყებდი იმას, იმიტომ რომ თლიანად ეს გამზირი იმ დროს მიხეილის გამზირი არა, იყო კინო ცხოვრება მაქედან დაიწყო ძირითადად თბილისში რა. თვითონ ამ შენობის ისეთ დღეში ვარ, რომ მაგის არქიტექტორის ვერ დაგვიდგენია ჯერ, კი არის რაღაც ვარაუდები, ყველაფერი, მაგრამ ქალაქს ახლა გისმენდით ცოტას წინა გამოსვლების რასაც ამბობდნენ, აქაც ის არის რა. ჩვენი ქალაქი კარგად არც ვიცით და თითქოს ამის გამო ესეც ხო ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ესე ვექცევით ჩვენ ქალაქს. არ ცოდნა რაღაცა ეს გაუნათლებლობა ტოტალური, რომ რა ფასეულობას კარგავ რა. ეხლა გასაგებია, რომ იქ საცხოვრებელი პრობლემაა, უფრო რთული პრობლემაა, უშუალოდ. ეს საზოგადოებრივი ისეთი დაწესებულებაა, რომელსაც რაღაც ეხლა მე არქიტექტურაზე ვერ ვლაპარაკობ ხოლმე, როცა ვიწყებთ საუბარს, ეს ამ შენობების ღირებული, იმიტომ რომ აქ არქიტექტურა თითქოს მოცილებულია და არქიტექტორს აღარაფერი არ შეგიძლია. შენ გააკეთო იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაუბრუნო ეს შენობა ქალაქს. თუმცა იყო ცდილობები სხვა შორის, ესეც უნდა ვთქვათ, რომ აპოლო რამოდენიმეჯერ გადააკეთეს რა. ის კვალიც, გადაკეთების კვალიც ჯერჯერობით ეთყობა ამ შენობა. ეთყობა და ისიც საინტერესოა, რომ ამხელა ორჯერ ისეთი კაპიტალური გადაკეთებაა რა. და მაინც შედიხარ და მონუსხული გამოდიხარ იქიდან, რაღაცა ისეთია დარჩენილი ამ შენობაში, რომელიც სხვაგან არ არის. მართალია ეს კინოს ვეღარ გახდა ისეთი პოპულარული დღეს, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს. კინო აერთიანებს ადამიანს და მით უმეტეს არ ვიცი, ეს კინო შეიძლება ისე გაეკეთებინა თუ სწორად ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით. სწორედ ეს მიხეილის თუ ჩემ დროს პლეხანოვის გამზირი გამختارიყო რაღაცა ის ხვანერი. გარდა იქ ხო 50 მეტრში არის ძველი ქართული ფილმის არაჩვეულებრივი პავილიონი რა, რომელიც ისეთივე გაუბედურებულია რეალურად, მithom ისეთი ოპტიმისტურად განვეწყეთ, რომ მოვიდა ვიღაც ახალი ინვესტორი, ისიც ბოლო-ბოლო იმას აკეთებს, რასაც ყველგან გინდა ხარფუხში და სასტუმრო უნდა დადგას და რაღაცა ის ხო ამ დროს როგორ საინტერესოდ შეიძლება და ურბანულად განვითარებულიყო ეს ტერიტორია რა. ეს არის რომ ჩვენ რაღაც ძვირფასეულობის როგორ გავაკეთოთ სულ მაგას. ეგეც არა გასაგებია დავადგინეთ რომ ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ იმდენი რაღაცაა შიგნით, მაგრამ როგორ გადავარჩინოთ? არის ამ იდეების რაღაცა მოწოდების ისეთი რაღაცა სქემა, რომელიც არქიტექტორებსაც გახდის უფრო დაინტერესებულს, საზოგადოებასაც აუხსნის, რომ რა ვიცი, კინოს გარეშე ცხოვრება ეთყობა ურჩევნიათ და ავტობუსში ადიხარ და ყველა კინოს უყურებს თითქოს და ეს კინო, სხვა შორის ახლა უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ნიუ-იორკში ვიყავი და იქ სადაც ცხოვრობდი 15 მეტრში არის კინო, სადაც ახალშობილი ბავშვებიც კი დაღავთ, რომ მშობლების სტრესი მოიხსნას რა და ესე იგი არსებობს გზა. რაღაცა რომ ამ კინო რაღაცა ყუთს თუ რასაც გინდა დაარქვე, მით უმეტეს ეთესდი გამორჩეული შენობაა რა. არა, სოციალიზაციის სერიოზული. ხო, რასაკვირველია, მაგრამ არ გვინდა ეს სხვანაირი სოციალიზაცია. რატო უნდა გაჩეხო ჭალა
რომ გააშენოს სტადიონი, ამდენი სტადიონიც ხო არ შეიძლება რა. დავისწავლეთ. ხო, არა, უნდა აწონდო, რასაკვირველია, მაგრამ რაღაცა ხო უნდა აი ოქროს კვეთი თუ რა ქვია, გონივრული ბალანსი ხო უნდა იყოს იმისა, რომ ცოტა ყველას დაუტოვე ეს ნიშა, რომ გაიხაროს სულმა რა. გონივრული ბალანსისთვის ალბათ საჭიროა პროფესიონალებმა იბჟელონ პირველ რიგში. ჩვენ ხო ყოველთვის ბოლოს ვიგებთ ყველაფერს და თან ამას ყოველთვის მოსდევს სიტყვა მომგებიანი. ეს რაღაცა 21 საუკუნის აი ესეთ მთავარ ნათიქცა, რომ აი ეს მომგებიანი უნდა იყოს ყველაფერი. რატო უნდა იყოს მომგებიანი? შეიძლება იყოს სასარგებლო და არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასარგებლოს მომგებიანთან ერთად, ხო? ისტორიულ მნიშვნელობაზეც რომ ვთქვათ, აპოლოსი შემდეგ უკვე კინოსთან დაკავშირებულ თემებზე მინდა გაგასთან გადავიდე და ერთად გავსაზღვრავთ ეს. თქვენ მკვლევარი ხართ. აი ისტორიული მნიშვნელობა აპოლოსი ეს რა თქმა უნდა ნაწილობრივ გაიჟღერა უკვე ბატონ ლევანის საუბარში, მაგრამ თქვენ როგორ დაახასიათებდით აპოლოს ისტორიულ მნიშვნელობას, როგორ გამოყოფდით? ანუ აპოლო არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კინოთეატრი მრავალი პარამეტრის მიხედვით რა, გარდა იმისა, რომ 1909 წელს გაიხსნა და არის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი არა მარტო საქართველოში, არამედ თვითონ მსოფლიოს მასშტაბითაც ევროპაშიც ეგეთი ძველი დროინდელი კინოთეატრები არ არის ბევრი. და მაგალითად აი მადრიდში 1912-დან არის მაქსიმალურად შენარჩუნებული მულტიპროფილური, მაგრამ იგივე დანიშნულების რაღაცა კინოს თემატიკა, იქ შეიძლება იყოს ანკაფი ან რაღაც, მაგრამ მაინც შენარჩუნებული არის ეს შენობები. აპოლო მნიშვნელოვანია იმით, რომ ის როცა გაიხსნა იყო ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოთეატრი. ეს ის პერიოდია, როდესაც კინოს და კინოთეატრს ჯერ კიდევ არ ქვია კინო და კინოთეატრი. პარიზული ჟანრი, გაცოცხლებული ფოტოგრაფია, ბუნდოვანის სურათები, ელექტრონის პროჟექტორი, ელექტრონის საკვირველებათა ლამშვენიერი მოძრავის სურათები, ესეთი სახელწოდებებით არის რა მოხსენიებული იმდროინდელ პრესაში. და აპოლო იყო ტექნიკის უმაღლესი დონით გაკეთებული, არქიტექტორი ივანე კოლჩინი და ბატონ ლევანიც ამბობდა, რომ ბევრი ბუნდოვანება, იმიტომ რომ არავითარი კულტურული მეხსიერება არ არსებობს და ეს წყაროებიც დაკარგული არის, მაგრამ ერთი რამე მნიშვნელოვანი რომ ეს იყო კინოთეატრი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ქართული კინოს დაბადებაში. ერთ-ერთი პირველი ქართველი კინოოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი იხსენებს, რომ დარბაზში იღებდნენ ფილმებს, როდესაც იქ მაყურებელი არ იყო. იყო ასევე გახსნილი კინოლაბორატორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯებს ადგავს ჯერ კიდევ ქართული კინო და მსგავსი ტიპის ინსტიტუციური, ასე ვთქვათ, გაერთიანებები დიდად ეუწყობს ხელს კინოწარმოებას. და თვითონ ის აღმაშენებლის გამზირი მაშინ იყო 129, მერე საბჭოთა დროს შეიცვალა დანომრის პრინციპი და გახდა 135 და დღესაც ესე არის და 1924 წელს ჩატარდა კინოთეატრების შემოწმება მთელ თბილისში. ამ პერიოდში პრესაში იბეჭდებოდა წერილები, რომ ხანძრები უჩნდებოდა კინოთეატრებს ევროპაში, ბევრი კინოთეატრი დაიწვა და ერთ-ერთ კინოთეატრში 100-ზე მეტი ადამიანიც კი დაიწვა და ერთ-ერთი იყო მაგალითად თბილისში, ქუთაისში რადიუმი დაიწვა ესე და შეამოწმეს ყველა კინოთეატრი თბილისში და ესე იგი სანიმუშოდ ითქვა, რომ აპოლო არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე კარგად ხო ტექნოლოგიურად მოწყობილი კინოთეატრი, ცეცხლმაქრი მანქანები იქ აღნიშნულია და მარტო აი საკონტროლო საათი აკლია და ასე შემდეგ. ამის შემდეგ 1931 წელს პირველი ხმოვანი ფილმი უჩვენეს აპოლოში და კაპიტალურად ის თითქმის აღარ გარემონტებულა 50-იან წლებამდე. 57 წელს იყო უკვე ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში სარემონტოს. სხვადასხვა ესეთი რამეა წერილში აღნიშნული, რომ იმდროინდელ პრესაში რომ 1000-ზე მეტი ადამიანი ეტევაო და იმდენად არის მორყეული ეს კამებიო, რომ იმის ნახევარიც ვერ დაჯდებაო რა. რამდენად რეალობაში ეს აბამება ეს 1000 ადამიანი ეტევა თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაგ დროს გავიდა აპოლო რემონტზე და აი მაგ დროს გადაკეთდა ესე იგი კაპიტალურად ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ამ კინოთეატრში. პირველ რიგში ის იყო, რომ ლენინგრადის და ოდესის კინოაპარატურის ქარხნიდან მიიღეს სტერეოფონური და ფართოფორმატიანი აპარატურა, ხმის გამაძლიერებელი და ასე შემდეგ დაყენდა 50 დინამიკი კედლებში და ჭერზე და ასევე ეკრანის კუთხეებში და 17 მეტრიანი პლასტიკატის ეკრანი გაკეთდა. მანამდე იყო ყოველთვის კვადრატი ეკრანები კინოთეატრებში და ფართოფორმატიანი სისტემის შემოსვლის შემდეგ აი ეს ტელევიზიის დაბადების შემდეგ უკვე დაიწყო მძაფრი კონკურენცია, რომ
აკლდებოდა მაყურებლები კინოთეატრს და რაღაც აღონიზებები უნდა გაეტარებინათ, რომ ასე თქვათ ისევ დაებრუნებინათ და პირველი ფართოფორმატიანი კინოთეატრი აპოლო გაიხსნა 1964 წელს 13 სექტემბერს და პირველი ფართოფორმატიანი ფილმი ნანა მჭედრიძის აღმაფრენა უჩვენეს 17 წუთიანი ფილმი არის ეს იყო ფართოფორმატიანი და ფართოეკრანიანი კინოთეატრი ფართოფორმატიანი ხუთი სისტემა იყო გავრცელებული საქართველოში და ფართოეკრანიანი 7 ეხლა ამ დეტალები შეიძლება არ აინტერესებს არა დეტალები არა ხო ძალიან სპეციფიკური არის ფართოეკრანიანი ანუ ხედვის კუთხას 80 გრადუსზე იყო მაყურებლისათვის და ფართოფორმატიანი ანუ ფართოეკრანიანი თუ ცდილობდა რომ ეკრანი ატრაქციონად ექცია და ასე თქვა მაყურებელი ვიზუალურად უფრო გართობილიყო ფართოფორმატიანი სისტემა ცდილობდა რომ ეს გარემო რომელსაც ხედავდა ადამიანი ყოფილი იმის ორგანულ ნაწილად ეგრძნო თავი რა და მისთვის დამახასიათებელი იყო სტერეოფონური ხმის სისტემა რომელიც ხმა ადამიანის გარშემო ესმოდა და არა აი როდის ჩერდება აპოლო უკვე აი ჩვენი პერიოდი როდესაც აპოლო მოქმედება შეწყვიტა უკვე და იქ 85 წელს ასევე კიდე გარემონტდა და 91 წელს 90 წელს მაგ დროს მარტო აპოლო არა თითქმის ყველა თბილისის კინოთეატრის უმრავლესობა წყვეტს თავის პირვანდელი ფუნქციით ზოგი საბანკეტო დარბაზად გადაკეთა და ასე შემდეგ და მაგრამ აპოლო იმითი გამოირჩევა გარდა იმისა რომ არქიტექტურულად ძალიან საინტერესო ნაგებობა არის ძველი როგორც წეგან აღნიშნე რა მაგალითად ახლა მაყურებლები იხსენებენ ხოლმე საბჭოთა დროინდელ კინოში რიტუალურ სიარულს და იმ ხილს და ტრადიციებს და ხო და რაღაცა ფირი რო გაწყდებოდა ყვიროდნენ საბოჭნიკ მეხაშე და ასე შემდეგ რა აპოლო უფრო ძველი არის ანუ იქ იშკილი მაგალითად იყო ესეთი შეძახილი სპარსულად ნიშნავს აფერის და ფირი რო გაწყდებოდა მაგას ყვიროდა იმ დროინდელი მაყურებელი რა უფრო ძველ ისტორიებს ინახავს რა და გასაგებია ანუ სათავეებთან არის კინო სათავეებთან ესა ძალიან მნიშვნელოვანი ვიდრე თქვა 60-იან 70-იან წლებში აშენებული კინოთეატრები რომელიც უფრო ბევრად ახალგაზრდა არის რა ბევრი შემიძლია გავშალო ეხლა უბრალოდ ძალიან დრო შეზღუდული ხო ჩვენ ისტორია უბრალოდ რომ მაყურებელმა იცოდეს გაგა ეხლა ბატონმა ლევანმა თქვა რომ რაც არ უნდა თქვათ ამერიკაშიც დღეს ეხლა არც ტელევიზია აკლიათ მათ და არც ტექნოლოგიებთან წვდომა და სოციმედია და არანაირი თანამედროვე თქვათ ახალი ამბები მიუხედავად ამისა კინო ყოველთვის ინახავს თავის ხიბლს თავის მნიშვნელობას თავის დანიშნულებას და მოდი აპოლოზე რომ ვილაპარაკოთ უკვე როგორც კი პრივატიზება მოხდა აპოლოსი, აი შემდეგი პერიოდი. რას ვკარგავთ იმითი, რომ აპოლო დღეს არის გაჩერებული და არაფერი არ ხდება. და ეს გასხვისების თემები ძალიან საინტერესოა, რა პირობით გასხვისება. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ თუ გახსოვს ამავე გადაცემაში შევხვდით ერთმანეთს 7 წლის წინ და დეჟავუ მაქვს გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაშინაც აპოლოზე საუბრობდით, იმ განსხვავებით რომ მაშინ არქიტექტორი და ამავე დროს ერთ-ერთი კომპანიის, ფლობელი კომპანიის წარმომადგენელიც იყო ჩვენთან ერთად. დღეს ისინი აქ არ არიან სამწუხაროდ, ეთყობა დიალოგის რეჟიმში აღარ არიან და მხოლოდ გაყიდვა უნდათ ამ შენობის. რაც შეეხება კინოთეატრებს, ხო აი ლევანმა თქვა რომ შეიცვალა ტელევიზიის განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა ეს ისტორიიდან ვიცით რომ თითქოს კინოს მაყურებელი მოაკლდა მაგრამ კინო დღემდე არის კინოთეატრის სოციალური ფენომენი აუცილებლად ის მას არ დაუკარგავს თავის სანამ ადამიანი არსებობს ეს თვისება დასავლეთის ქვეყნების გამოცდილებიდან განსაკუთრებით სკანდინავიის და ამავე დროს გერმანიისა და საფრანგეთის კინოს მაყურებელი მატულობს სხვათაშორის ბოლო წლებში და ეს ყველას უკრის რატომ ხდება ასე მით უმეტეს რომ დღეს ეს smartphone-ები გვაქვს ხელში და ყველა რაღაცა ჩაკირკიტებს ეკრანს უყურებს, მაგრამ ეს ალბათ არასოდეს არ გაქრება ეს ერთად ყოფნის, რაღაც სივრცეში ერთად გაზიარების და ასე შემდეგ, ხო? და ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ კინო განსხვავდება როგორც თავისი არსით, ხო, არსებობს კომერციული კინოთეატრები და ნაკლებად კომერციულ ფილმებს რო ასჩვენებს ესეთი კინოთეატრები, ეს უკვე ესე ჩამოყალიბდა წლების აწლეულების მანძილზე
კინო, რომელსაც მოაქვს მოგება, რომელიც თავის თავს ინახავს, ეს არის მხოლოდ კომერციულია. დღესდღეობით ფაქტიურად მხოლოდ ამერიკული კინო და ალბათ ინდოეთში ბოლივუდი კიდევ. ამ კინოს, აი რომელსაც თვითონ ამერიკელები გლობალურ კინოს ეძახიან, ხო, ამ კონკურენციას ვერ უწევს, თქვა ის art house ფილმები, ევროპული კინოც ვერ უწევს კონკურენციას. ამისათვის კეთდება მუნიციპალური კინოთეატრები, კეთდება ისეთი კინოთეატრები, რომლებიც არიან გარკვეული უწყებების დაქვემდებარებაში. ანუ ფლობელობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. კომერციული თუ არ არის ფილმები, კინოთეატრი საკუთარ თავს ვერ შეინახავს, მაგრამ ამიტომ ჭირდება მას მუდმივი დაფინანსება, ხო? დაფინანსება საიდან მოდის? ის შეიძლება მოვიდეს ან კერძო სტრუქტურიდან, თქვა სულად შესაძლებელია რომ რომელიმე კერძო კომპანიამ ამ თუნდაც ადამიანმა დააარსოს ესეთი კინოთეატრი და ააშენოს და გაუშვას იქ ფილმები, შეიძლება უწყებრივი იყოს, ანუ თქვა მუზეუმის არსებობს ეგეთი Zeughaus კინო ბერლინში, ისტორიის მუზეუმის კინოთეატრი, ჩვენს მუზეუმსაც აქვს დარბაზი, აი იქ რო იყოს კინო, ხო, კინოთეატრი, რომელსაც შეინახავს მუზეუმი, ხო? ან შეიძლება მუნიციპალური იყოს და გერმანიაში და ყველა ევროპულ ქვეყანაში ფაქტიურად არსებობს უზარმაზარი ქსელი მუნიციპალური კინოთეატრების, რომელსაც გერმანიაში კიდევ კომუნალურ კინოთეატრებს ეძახიან. თითო ქალაქს ერთი კინოთეატრი მაინც აქვს. მაგრამ ის არის კომერციული. ის არის ამ წუთას კერძო ფლობელი. რა განსხვავება? ესე კომერციულ კინოთეატრში არის სულ ახალი ფილმები. ეს ახალი ფილმი გამოდის ეკრანზე, გაივლის და წარსულს ჩაბარდება, დამთავრდა, ის აღარ მეორდება, ხო? და ეს კინოთეატრები, პროგრამული კინოთეატრები იძლევენ მის საშუალებას, რომ რეტროსპექტივები მოაწყო, ძველი ფილმები აჩვენო. აი, სად ნახავთ დღეს რომ მოინდომოთ ქართულ ფილმს, ხო? ძველს ვერსად კინოთეატრში ვერ ნახავთ, ხო? სწორედ აი აქედან გამომდინარე გვინდა ჩვენ იმ შენობების, იმ ისტორიული ორი შენობის, ორი კინოთეატრის შენარჩუნება, რომელიც არის თბილისში, ეს არის ერთი აპოლო და მეორე რუსთაველი. ორივე მათგანი ეხლა იყიდება. ეხლა რა მოხდა? იცით რა მომკითხე პრივატიზაციაზე 90-იან წლების დასაწყისში იყო ესეც ისე რომ აი პანაცეა იქნებოდა გაყიდვა. რომ აი უბრალოდ რა მოხდა 95 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება ქართული ფილმი, რომლის ფლობელობაში შევიდა ყველა საქართველოში თითქმის ყველა არსებული კინოთეატრი, აქ შევიდა კინოგაქირავების კანტორები, აქ შევიდა ის ძველი კინოსტუდია, ახალი კინოსტუდია დიღომში რომელიც იყო და ყველაფერი მოიყარა თავი ერთი ადმინისტრაციის ქვეშ. შემდეგ მოხდა ისე რომ კრიზისი დაიწყო, სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა კინოთეატრს, მიხედეთ თქვენ თავსო, ყველას ეგონა რომ რაღაცა ისეთი ილუზიები ქონდათ რომ აი ქართულ კინოს გავყიდით და რა თქმა უნდა დიდი შემოსავალი გვექნება, ეს ასე არ მოხდა და შემდეგ დაიწყო გაყიდვა. არა მარტო კინოთეატრების, არამედ გარკვეული ტერიტორიების, აი დღეს რომ ტელევიზია იმედია, ეს კინოსტუდია ქართული ფილმის ტერიტორია და შენობები იყო, ხო? გაიყიდა ჩალის ფასადი, იქ რაღაცა ტერიტორია მოიჭრა. კინოთეატრები ფაქტურად თითქმის ყველა გაიყიდა, უმეტესობა დანგრეულია დღესდღეობით, ან სულ სხვა ტიპის დაწესებულებები არის შიგნით და აი ეს ორი ისტორიული კინოთეატრი მართლა ღირებული არქიტექტურული ძეგლები და კულტურული ძეგლები, აი ეს თუ არ შევინარჩუნეთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ სახელმწიფოს არაფრის თავი არ აქვს და ამ მთავრობას არაფერი არ შეუძლია. იმიტომ რომ ქართული კინოსთვის ეს ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორც ოპერისთვის, ოპერის შენობა, ხო? კინო ხო არ არის მხოლოდ კინოს გადაღება. კინოს სჭირდება სივრცე, სადაც იქნება ის დემონსტრირებული, ანუ ნაჩვენები, მაყურებელთა უნდა კონდეს ურთიერთობა და ეს ის ადგილია, სადაც არა მხოლოდ ფილმს ნახავს მე ადამიანი და ასე მუშაობს დღეს ყველა ეს მუნიციპალური კინოთეატრი, არამედ მოეწობა შეხვედრა, პრემიერა, იქნება მოწვეული სამუშაო ჯგუფი, ფილმის გადამღები ჯგუფი და ასე შემდეგ, ხო? კინოთეატრები ჩართულები არიან ფესტივალის დროს ჩვენებებში და ასე შემდეგ. ეხლა მე როცა ფესტივალზე სტუმრები მყავს, ყოველთვის ჩემი ესეთი პატარა ისა ქალაქის ტური გვაქვს ხოლმე, ვიწყებ ძველი კინოსტუდიით, რომელიც 20-იან წლებშია აშენებული და ლევანმა თქვა, რომ ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან. გადავდივართ მე აპოლოს ვაჩვენებ, მე მივდივართ იქვე არის კარგარეთელზე ოლდენბურგის სასახლე, რომელიც ასევე კინოს მუზეუმიც არის, კინოს თეატრის ცეკვისა და მუსიკის მუზეუმი, რომელსაც ხელოვნების სასახლე ქვია. შემდეგ შემყავს ხოლმე ძველ კინოთეატრში, სადაც ახლა მუსიკალური ცენტრია ჯანსუღ კახიძის, ბოლო იმაზე ვიზიტზე, თქვათ შორის რეპეტიციის ორკესტრს დავესწარით. იქ არის შესანიშნავი ფოიე,
ისეც კინოთეატრის ფოიე იყო, რომელიც იტალიელების კინოთეატრი იყო. მოხატულია. შემდეგ და მე ვუყვები, რომ აი ამ გამზირზე უამრავი კინოთეატრი იყო, ჩვენ მე მახსოვს ბავშვობიდან კიდე კოლხეთი, ელისო რო ერქვა, შემდეგ კავშირელი და ასე შემდეგ, ხო? ეს ამწყობი ყოფილი გაქრა და პრივატიზაციის ხო, აი ამ პროცესმა ჩაანაცვლა კერძო მესაკუთრეები. არც ერთისგან, თქვათ, არ ყოფილა ისეთი ან შემოთავაზება კინოსში მომსახურე ადამიანების, კულტურის მენეჯერების მიმართ, ან კულტურის სამინისტროს მიმართ, რომ აღდგენილიყო კინო. იყო ესეთი სურვილი რაღაც დონეზე, თქვათ, რომელიმე მეპატრონის რამდენჯერმე გადაიყიდა ეს შენობა. ნუ ყიდულობენ ძირითადად იმის გამო, რომ ეს იყო ღირებული უძრავი ქონება რა. ფაქტობრივად სხვა მიზეზი ვიღაცას კაზინოს გასნა უნდა და ვიღაცას დღეს რამდენადაც ვიცი ეს არის სოკარი, ანუ კომპანია სოკართან დაკავშირებული, რომელიც ფლობს 80%-ს აი მისი რა ქვია წილის და სხვა ჩვენ ვიყავით საკმაოდ ესეთი წარმომადგენლობითი შემადგენლობით ვიყავით მისულები სოკართან, მაშინ არ დაინტერესდა, იმიტომ სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულები და იმ 7 წლის წინ რო გადაცემა გქონდა, მე მაშინ ესეთი მკრეხელობად ჩამითვალეს, ეგ როგორ თქვი, რომ აჩუქოს მეთქი ქალაქს სოკარი ისეთი მდიდარი ორგანიზაციაა, რომ ქალაქს აჩუქოს მეთქი ეს და გაუკეთოს ესეთი, იმიტომ რომ სოკარი მილიარდებს აკეთებს საქართველოში. ხო ვიცით რა, ხო ისევ აზერბაიჯანთან მივედით და თუ გვისმენს ვიბე სიამოვნებით მიმართავ იგივე თხოვნით, რადგან სახელმწიფოს ერიდება და არ შეუძლია მე ვთხოვ რომ გაკეთეთ ეს რესტავრაცია. მაგრამ ქართული მფლობელებიც ხო ყავდა აპოლოს ეხლა. როცა შეიცვალა ხელისუფლება 2013-ში, მაშინ გურამ ოდიშარია იყო მინისტრი და მარნა მიზანდარი ძალიან უჭერდა მხარს ამ პროექტს, ჩვენ გამოგვესყიდა. მაშინ ძალიან იაფად იყიდებოდა აპოლო, იმიტომ რომ გარედან გაარემონტეს და შიგნით ვერაფერი ვერ მოუხერხეს შენობას და ყიდდეთ, მაგრამ ვიღაცები წავიდნენ, აი ესეთი ბიუროკრატები წავიდნენ ამის წინააღმდეგი. შემდეგ მარინაც წავიდა, შემდეგ საყდრისი დაინგრა და იმის შემდეგ მე უკვე მივხვდი თუ როგორი კულტურის პოლიტიკა ექნებოდა ამ მთავრობას და აი ყველანაირი იმედი გადამეწურა და მართლა ჩემი ის ახთა ჩემი მოლოდინები რა დღეშია დღეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა კარგად ვხედავთ და წინა გამოსვლელების პათოსს აბსოლუტურად ვიზიარებ, იმიტომ რომ აი სიტუაცია, საშინელი სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით, არ შეიძლება თუ ესე გაგრძელდეს. თუ ერი და ადამიანი და საზოგადოება ლაპარაკობს თავის კულტურულ იდენტობაზე, რაღაცა ძეგლებზე, ისტორიაზე, არ შეიძლება რომ ესე ექცეოდეს კულტურის ძეგლებს, მით უმეტეს თბილისის დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში, ესე უღირსად მე ვიტყოდი, თუ არ შეიცვალა ეს სიტუაცია, ეს ხელისუფლება პირველ რიგში, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ესეთი მნიშვნელობის ძეგლები, მე არ ვიცი, ძალიან ცუდ დღეს ჩავარდებით ალბათ. ბატონ ლევან, მსოფლიო გამოცდილება არსებობს, როცა ასეთი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, ვთქვათ, ისე მომგებიანობის თემას უბრუნდები, აი გეუბნება პირდაპირ ეს განცხადება, რომ მოდი ესე გააკეთე, რომ თან ეს შეინარჩუნე და შეგიძლია, ვთქვათ, გადააკეთო მცირედად რაღაცა, ვთქვათ, კიდევ რაღაცა გააკეთო ისეთი, რაც, ვთქვათ, ამის შენახვაში დაგეხმარება. აი რამდენად იძლევა საშუალება, რამდენად პრაქტიკა არსებობს ამისი საუკეთესო. მე მაინც გონია რომ ეს საზოგადოების ის არის გადასაწყვეტია. თუ საზოგადოება დგას იმ დონეზე, რომ ეს მისთვის ღირებულია, ეს გადარჩება. თუ საზოგადოება ამას ვერ გძნობს, ეხლა იმდენი პრობლემა შევადაროთ იმ მოსახლეობის, იქაც ხო, იქ საზოგადოება, იმიტომ რაღაცა ცოტა გამოიღვიძა, იმიტომ რომ ეს პირად იმას ეხება. თუმცა არასოდეს ჩემი გამოცდილებით ბოლო პერიოდის და ეს ბოლო პერიოდი სადღაც 40 წელი სულ მცირე, არასოდეს არავინ არ უთანხმებს საზოგადოებას, არც ეკითხება და არც კი ჩვენი ბრალი ცხვარი ანუ აქ შემოდის მოქალაქეების პასუხი. თავრობა რო ყავს. ბევრი რაღაცა ჩვენ ქალაქის ცნება ეგ არის, რომ შენ ქალაქში იმიტომ მიდიხარ, რომ სხვებთან ერთად რაღაცა გააკეთო. ქალაქი ხო თავკრე შეკრება ადამიანებს, როგორც თავისი ცხოვრების წესი უნდა შეცვალონ, ხო? ძირითადად ხო სხვადასხვა იმეებიდან მოდიან, თქვა როგორ შეიცვალა ეს ქალაქი.
არა სუგვე ნამდვილი აღარ არის ეს ნამდვილი თბილისელი და ისა ქალაქი არის ისეთივე როგორც თელ სოფლიოში რა და შენ თუ გინდა ცოტა ის შეინარჩუნო შენი კულტურული მithumetes ქართულ კინოზეა ლაპარაკი და იმისა არ იყოს ჩაი არ გვიგვარებოდა ასე თუ ისე და კინო ხო გვიგვარებოდა იმისთვის რომ ხო დაიმსახურა კინო ის რომ რაღაცნაირად ახლა ყველას კანონებზე აი წინა გამოსვლებიც რომელიც თქვენ ყავდათ არა კანონი არაფერი არ არის აი საფრანგეთში კანონი არის ისეთი აი სადაც რასაც ქვია კულტურული მემკვიდრეობა არა რომ აი ძველ მაგალითად მარჯანიშვილის 17 ნომერში სადაც იყო არაჩვეულებრივი მაღაზია კონდეთ არაჩვეულებრივი ვიტრაჟები იმას ვერ შეცვლიდი შენ და იქ ვერ დააწერდი რაღაც ხო მაგრამ ეს კანონს არის არა კანონი თავად არის საქართველოს იმითაც მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის ერთი და იგივე და არ უნდა იძლეოდეს დამატებები ერთ საძლე უფლებას დააშენოს მარჯანიშვილის მოედნის ხო და ნუ ეს ხო მაგრამ ხო შეიძლება ისე გაყიდო ისეთი პირობით გაყიდო რომ შეინარჩუნო კინო კი რასაკვირველია ამიტომ ეს ჩვენთან როგორ იყიდებოდა ეს ყველაფერი ხო არის არა ქონების რა ქვია სამინისტრო თუ რა ერქვა როცა დაიწყო ეს პრივატიზაცია ხო ქონების მართვის სააგენტო კი ბატონო ქონების ანუ იქ ხო იყო და პირობა ეს ყველგან წერენ რომ ეს გაგრძელდება ამ ფუნქციას გააგრძელებს ჩვენ ამას გავაკეთებთ მაგრამ რეალურად ხო არ სრულდება რეალურად არის მიშვებული ეს საქმე ხო მაგრამ აი ვისი პასუხისმგებლობა ვინ უნდა მოითხოვოს პასუხისმგებლობა იმისაა ვინც რა ქვია ეს ქონების მართვის არა კანონი შენ უნდა მოსთხოვო იმ ქონების მართვის სამინისტროს რომ ეს არის კანონი ესეა მაგრამ ეს ქონების მართვის სამინისტრო ისე იყო რომ მაინც აძლევდა აი მოდი აი ეს ისეთი კაცია რომ ამას გააკეთებს ჩვენ ხო გვიყვარს ესეთი დამოკიდებულება საქმისადმი რომ აი ეს ნახდად გააკეთებს არავითარი გარანტიების გასაგებია მაგრამ როცა შენ ხარ სახელმწიფო მომხრე და ხედავ რომ ის არ აკეთებს იმას რაც შენ შესთავაზე არ მოთხოვე ეგ ჩვენი სახელმწიფოს პრობლემაა მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს რა ჩვენ არ გვინდა ჩვენ ყველას გვინდა მე როგორც არქიტექტორი ვალდებული ვარ რომ იმ ჩემ ამ ქარში მაინც რაღაცნაირად ისეთი განწყობა შევქმნა ხო არის რაღაც პროფესიული კავშირი კი მესმის თუმცა აი ექიმების კავშირი ვთქვა როცა ბავშვებს წამალი ჭირდება მაგრამ აი ეს ერთობა რაღაც ხო მე ხო არა ასე თქვა კრიტიკული აზრი ყველას აქვს მაგრამ მე რომ აბა შენ რას გვირჩევ ხო აი როგორ უნდა ურჩიო ისეთი როცა შენ იცი რომ ის პასუხისგებელი ორგანო თუ გარემო თუ რაღაცა ყოველთვის აკეთებს იმას რაც ვიღაცა ეუბნება რომ ესე გააკეთეო რა აი ამას მე მგონი ჩვენ ვერ გავეკეთეთ რომ ჯერ კიდევ რაღაცა შეიძლება პატარა ქვეყანა ჩვენ დარგსაც ხო გჭირდება აბა რა გავაკეთო შენ მე სამუშაო მინდა ჩემ სამუშაო არის ამის მეტი არაფერი არ ვიცი მაგრამ არის მე ხო რა ვქნა აბა მაშინ ხო ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ მეორე ის არის მიდგომა ის ხო მაგრამ არ უნდა იყოს ესეთი საჭიდაო ეს თემა ზუსტად მაგას ვამბობ სახელმწიფო მაშინარი შემდგარი როცა კულტურის პოლიტიკა ხო ჩაობარეთ ეს ვაუჩერები ხო გვეგონა რომ ვაუჩერ ჩაობარ პოლიტექნიკური ინსტიტუტში ჩაობარ მახსოვს 30 წელი გავიდა რა ხო დაგვირიგეს რომ ჩვენ ისიც არ ვიცოდეთ რას გვაძლევს ვიღაცამ ჩადო რაღაც იმ ჰესში ჩადო ვიღაცა ხო არ ვიცოდეთ ამის განათლება არ ქონდა რაღაცა ის ყველაფერი და ესეა ყველგან რაღაც განათლება მონდომება და ის არა განათლება ყველაფრის თავია თავის თავცხადი და სული შემდგლებთან უბრალოდ ხო რაღაცას დავამატებდი უბრალოდ და რომ დაუბრუნდეთ ახლა აპოლოს ხო იმიტომ რომ აი 25 წელია შენობა არის ცარიელი შიგნით იბშხრება ინგრევა გარედან გაარემონტეს ერთხელ და მაგით დამთავრდა ხო? აი დღეს დგას ეს საკითხი რა უყოთ როგორ გადავარჩინოთ ხო? იმიტომ რომ მაგას კარგახანი არ გამოუჩნდება მყიდველი. მყიდველი რომელსაც არ აქვს მისი შეცვლის გადაკეთების უფლება, რადგან კულტურის ძეგლია და კანონს მაინც ალბათ გაუწევენ ამ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ ამ აპოლოზე ვლაპარაკობთ უკვე რამდენი ხანია ხო? ძალიან დიდი ხანია და იქ მიტინგებიც ჩაგვიტარებია, რუპორით გვირბენია და ყველაფერი რომ რაღაცა მიგვექცია
პოზიცია ყურადღება, მაგრამ არ გამოდის ეს მთავრობა არ უწევს იმას საზოგადოების აზრს არანაირი იმას არ უწევს. ხო, ანგარიშს, რომელსაც აინტერესებს ეს თემა, რომელსაც უნდა შენარჩუნება კულტურის სივრცის, ხო, ქალაქში, რომელსაც არ აინტერესებს მარტო კორპუსები და თქვათ რაღაცა სტადიონები, რა. მით უმეტეს ინფოზე, როცა ჩვენ კინოებს კარგავთ ესე მიყოლებით, ხო? არ არის შენი ქალაქის ხელისუფლება. ქალაქი რა არის? კი ბატონო, გეთახმები, რომ საერთო სივრცეა ჩვენი, მაგრამ როცა ქალაქში ჩვენ ავირჩიეთ ისეთი ხალხი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს თუ ის საკითხი, ხო? რაღაც უნდა შეიცვალოს ალბათ, თორე ესე გაგრძელდება. ყოფილი ის კი შეიძლება დაინგრევა. მე ხომ იცით ის ყოფილი, მე მგონი ევროპა თუ რა ერქვა, სასტუმრო შენობა არ არის? ო, ნუ რამდენი წელი რომელიც ინგრევა საერთოდ აი ჩამოდის. მალე აღარ იარსებებს, ხო და ესეთი სიტუაცია რომ არის, ხო? უნდა რაღაცა მიიღოს ვიღაცამ გადაწყვეტილება და ეს აუცილებლად არა, უნდა არსებობდეს პოლიტიკა, კულტურის, რომელიც თავისთავად განსაზღვრავს როგორ უნდა ვექცეო. როცა ამას გასაყიდი, როცა ყიდი რაღაცას, არა? უნდა შენ თუ გეძვირფასება ქალაქი, უნდა დაწერო, რომ იცი რა, შენ გინდა ეს ნახე როგორ ადგილასაა, ნახე რა ხელა ფასეულობა აქვს და მოდი ეს კაი საკითხს გააკეთე, ან კონკურსი გამოაცხადე, რომ როგორ გადავაკეთოთ? აი ნება თუ არ არის ნება თარი ვარიანტია მაგით იწყება ალბათ ჩვენ შეთავაზეთ რამდენიმე მოდელი დავამთავრებ ეხლავე მაგალითად ერთ-ერთი ვარიანტი იყო ჩემი შეთავაზებული რომ გახდეს კი ბატონო ეს კინოთეატრი აპოლო იმ კულტურის სასახლის ნაწილი ანუ იმ მუზეუმის ნაწილი იყოს იმიტომ რომ მუზეუმს შეუძლია თავის კინოთეატრი ეს იქნება არა მარტო კინოთეატრი არამედ იქნება პატარა მცირე ზომის საკონცერტო დარბაზით შეიძლება იყოს სადაც კამერული მუსიკის კონცერტები ჩატარდება კინოსთან მონაცვლეობით ან თუნდაც ის ძველი რაც ჩვენ ახლა ძალიან გვიყვარს ხოლმე უხმო ფილმებს რო ვაჩვენებთ მუსიკალური აკომპანიმენტით გნებავთ იმაზე რა ქვია პიანოზე და შესრულებული და გნებავთ თანამედროვე მუსიკით გაფორმებული, ხო? ესეთი რამების გაკეთება შეიძლება და არ არის გვიან, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, თუ ვინმე მართლა მოინდომებს, ამას არაფერი არ უდგას წინ, იმიტომ რომ არც ისე ძვირია ეს შენობა, რომ სახელმწიფო გამოისყიდოს, იმდენ სისულელეში ხარჯავს ბოდიში, ამას რო ვიძახი, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ ბიუჯეტს და ჩვენ ფულს რომ ეს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს. ლევან, აი თქვენ როგორც კვლევარი აკვირდებოდით ახლა მთელ ამ ისტორიას და მაინც როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ახლა კულტურის პოლიტიკის გამსაზღვრელების მიერ? მართლა წლებია რომ ამ აპოლოს გარშემო, რავი, ბევრ გადაცემაშიც ყოფილი ვარ, გვისაუბრია და არაფერი არ შეცვლილა ამდენი ხნის განმავლობაში რა. თუ არ ვწდები, პირველად ეს იდეა თორნიკე ადამაშვილმა გააჟღერა. ხო და ძალიან აბსურდულად მომეჩვენა მაშინ და თითქმის არავინ ხარი არ დაუჭირა რა. მან თქვა რომ შევქნათ ფონდი, ვისაც გვიყვარს და ასე თქვა გულანთებული ვართ ამ თემაზე. ამდენი წლის განმავლობაში კი მოგროვდებოდა ყველას ლარლარი რო დაგვედო, კი მოგროვდებოდა 1.6 მილიონი რო გამოგვესყიდა რა. ხო და ანუ ეგ ლოდინი რო იმან გვაჩუქოს ეს ვალდებულია არაკეთებს და ეს ამან არაფერი ამ დროს წლები გადის კინოგანათლების კუთხით. ძალიან დიდი დანაკლისია მუნიციპალური კინოთეატრის არარსებობა, დიდ ეკრანზე ნახვის ესთეტიკური სიამოვნება თუ ადამიანს არ აქვს, კინო პროფესიონალად რო ჩამოყალიბდეს, ძალიან რთულია. ის ფილმები უნდა ნახო დიდ ეკრანზე აუცილებლად, ის ძველი კინოკლასიკები, ქართული იქნება თუ უცხოური, განუზომელად დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგ ხრივ. ამ შემთხვევაში არ არსებობს დარბაზი რა, კი კინოსახლი აკეთებს ახლა ბოლო წლებია ძალიან აქტიურად კინოჩვენებებს და არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. მაგრამ აი ეს აპოლოს თემაც არის ეს რაღაცა ამოვარდნილი ამ იმიდან რა, კულტურული პროცესიდან. და ამ რაღაცა დავიდარებაში გადის მთელი ცხოვრება რა. მთელი თაობები იცვლებიან და მეორე დიდი პრობლემაც ემატება ამას, რომ ეს შენობა ინგრევა რა, შიგნიდან მოკლედ ესე მიტოვებულად რო არის, ეგეც ძალიან დიდი დანაკლისი არის და არ ვიცი გამოსავალი არის, რომ ჩვენ თვითონ უკვე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. მე მგონი ეგ იქნება ძალიან ისეთი
კარგი პრეცედენტი რა და რაღაცა შუა ნაწილამდეც რო უკვე მივალთ, მე უფრო შეიცვალოს რა გარემოება, იმიტომ რომ ეგრე ყოფნაც აი მე ხარ სანამ შემოვიდოდი თქვით რომ როდის ვიყავითო რა თქვენთან 2019 წელს რა აი ძალიან სწრაფად გადის დრო თუ მე მეჩვენება ესე ძალიან სწრაფად გადის მე არ ვიცი რამდენად შეიძლება მესამეჯერ ამთავრებას მიბრუნებას მაგრამ შეიძლება რაღაცა ისე გვექნა ხო ძალიან ვისურვებთ ისე თქვენ მართალი ბრძანდებით ხა აი ამდენი დრო არის გასული რაც აპოლოს პრობლემა აქვს და ამდენი ხნის განმავლობაში ნამდვილად შეიძლებოდა რაღაცა გამოსყიდვის საკითხი მაინც მოგვარებულიყო რომ შემდეგ უკვე რაღაც კრედიტი ნაბიჯი გადაასრულებდა, ანუ ეს ფონდში დაგროვდებოდა, ხო გვეცოდინებოდა, ანუ რა და როგორ არის და რა ვიცი, აბა მე ძალიან არა ოპტიმისტურად ვუყურებდი ამ საკითხს მაშინ რა, თავიდან რო თქვეს, რომ არარეალური იმდენად დიდი თანხა ღირს, რომ რა მთელი ცხოვრება უნდა ვაგროვოთ, და ამ დროს თუ მთელი ცხოვრება გავარო, ეგ საკითხი ეგრე არის. ეხლა უკვე ხვდები, რომ ჯობდა რა მაშინ რომ დაგვეწყო ხა ხო არა ჩვენ ვუყურებთ დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებიდან იწყებოდა ძალიან ბევრი ისეთ თქვათ ვოიაჟებს რომელიც არც თუ ისე მცირე თანხებით ფინანსდება და შესაბამისად რა თქმა უნდა მოსახლეობას უჩნდება ეს კითხვები რომ თუ ჩვენ გვაქვს საშუალება ამაში ფულის დახარჯვის რატო არ გვაქვს აი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე თქვათ ფულის მობილიზების საშუალება და სურვილი რაც თავარია იმიტომ რომ მე მაინც ბრუნდები იმაზე რომ ალბათ ამ ყველაფერს აუცილებლად პოლიტიკური ნება და სურვილი ჭირდება რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ეს საკითხი. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა მე არ მეგონა რომ დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა აპოლოზე საუბრით. უბრალოდ გადაიდგმებოდა რაღაცა ნაბიჯები და პროაქტიურად რაღაცა პროცესები დაიძრებოდა, მაგრამ იმეც რა თქმა უნდა ვიტოვებ და მე თუ არა შემდეგი თაობის ჟურნალისტები უსათუოდ იმედი მაქვს მიუბრუნდებიან ამ საკითხებს და მანამდე იქნება აპოლოსაც ეშველოს, იმიტომ რომ ეს შენობა აი გულსაკლავია ყველა შეხვედრაზე, იმიტომ რომ აი გძნობ მის აი ამ სიდიადეს, როგორც არქიტექტურულად, ასევე ისტორიულად და მნიშვნელობის კუთხითაც და ჩვენ სულ ველოდებით, რომ ერთვენია დღეს აპოლოს კარი გაიღება მაყურებლისთვის და ეს მაყურებლები ჩვენ ვიქნებით დიდი სიამოვნებით თქვენთან ერთად ვნახავდი რომელიმე ფილმის პრემიერას. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე ვეცდებით კიდევ საინტერესო თემებზე შევხვდეთ ერთმანეთს. ნახვამდის.